დავწყოთ. მან ვარც თაკო და ლევანი. მეგობრები. ლევანი და თაკო. თაკობი არ ვარ. თავს მოგახვიოთ ჩვენი ვიწრო აზრები. მე ძალიან ფართო მაქვს ჩემი აზრით. დავიდან. მე ვარ ლევანი. როგორც უკვე ვთქვი, ბღუკონი ესმოდა. ხა მინდა რომ უფრო გავიფართოვო თვალსაჩინო. რაღაც დებიობებს ვიდახით გუშინ კაი. 1 2 და 3. რატო ვაკეთებთ ამ პოდკასტს? ერთ დღეს ლევანი ესე მეძახის თაკო გამოდი. მეთქი რა ხდება? კიდე რა სკანდალშია და მე ერთი თვია იდეას ვამუშავებ. და შენ ხარ ჩათრეული ამ თემაში და მეთქი всё, მორჩა რაღაცა ჯანდაბაში კრიმინალი. და კრიმინალი არ არის და მე მითხრა რომ მოდი ესეო პოდკასტი დავიწყოთ და მეთქი რაზე თქო და მოდი ერთად მოვიფიქროთ. რაღაცები ხა მეც გამიზიარე და რაღაცებზე გითხრა რომ კი რაღაცებზე არა და მარტო ვერც ვერ გავაკეთებდი ვერც. არა, მაგას არ გულისხმობ. ძირითადად რაღაცები ყველაფერი ლევანმა მოიფიქრა უბრალოდ. აი მე რა უნდა გავიკეთებინა რა. ჩემი თავით ხონდა დამენახა და ეხლა როგორც ხედავ ამ პოდკასტში არის რომ ჩემი ჭია უნდა გავახარო და ჩემი ჭიის გახარება ჭიები ყავს. ხო. მე ნახშირდალია. შველი ის. ჩემი სკოლის მასწავლებელი ყველაფერზე მაგას მასმევდა. აბიგლუკოზ და თუ რაღაც რა იყო. და მოკლედ ჩემი და მე მგონი ლევანიც ეგრე არის რომ ჩვენ ჭია გვინდა რომ გავახაროთ და ეს ჭია ჩემს შემთხვევაში გამოიხატება იმაში რომ მიუხედავად იმისა რომ ვარ ჟურნალისტი და მაქვს რაღაც ეთერი სადაც შემიძლია რომ ჩემი აზრი დავაფიქსირო ჯერ კიდევ ცოტათი. ეს სხვა სივრცე არის, სადაც ჩემს ჰობებზე რა მაწუხებს რეალურად, რაზეც რაღაცა ტელევიზიაში თუ ყველაფერს რაღაც ფორმა უნდა მისცე და რაღაც ჩარჩოში უნდა ჩასვა, სხვანაირად არ გამოდის უბრალოდ ესე რომ ილაპარაკო რომ ის მინდა და ის მინდა და ასე. ეს ახლა მკითხობა რო არ დაიწყოს, მაინც ვახსენოთ რომ ფორმულაზე მუშაობთ. ხო. მოკლედ ჩვენ თავი სათქმელი ის არის რომ ჩვენ ჭიას ვიხარებთ და იმედია რომ თქვენს გახალისდებით. That's all. ასე და ამგვარად YouTube-ზე არის პოდკასტი ელექტრიკა კი არა და ეკლექტიკა. პირველ ნაწილში ჩვენ ვისაუბრებთ ყველაფერზე, რაზეც გვინდა და როგორც გვინდა და მეორე ნაწილში გვეყოლება სტუმარი და ის რაზე ისაუბრებს, ამას ცოტა ხანში ნახავთ. აქ რაც დევს, არის სხვადასხვა პროდუქტების ნაერთით გაკეთებული ჩვენებური სნექი. და გინდა არ გინდა ჭამო და თუ არ შეჭამა შენ არ ილაპარაკო. ანაკომი? ესეც თუ გახსოვთ ხელწყარის დაასხი? ხალხო. ულამაზესია, დაწერეთ. ეს არის ანაკომი, ტვიქსი და ყავა? კაკაო. ანაკომი, ტვიქსი და კაკაო. ამოდი კაკაო ჭამდი და ჩადი. ის ჭამო? და რა ასხია, მაიონეზი? არა, რა მაიონეზი, იოგურტი. ტკბილი რო იყოს. ეხლა მე გავხსნი. ლამაზია. ხო, მაგრამ რა ჯანდაბაა. ჯერ შეინცადა გამოსწორება და მე მევიტყვი. ეს არის თხილი, რაღაცნაირი თხილი. ნუთელას ან რამე შოკოლადის გავს. და ეს ან იოგურტი ან არაჟანი ან არაჟანი, ცხარე მიწის თხილი და ის არის ნუტელა არ არის ლარი და აყაცკიდა. აზაკლება რაც იყო იმის ის არის ქვია. შიქთავსი აუაიმი. მე მიყვარს ორშაბათები, ორშაბათის საღამოები, როცა ჩემთვის საყვარელ სასუსნავს, ესეც არა საყვარელ სასუსნავს დავიდებ ხოლმე წინ. მოვკალათდები ჩემთვის და ველოდები ვინ ვისი ტყავიდან ამოხდება. და ეს იქნება ტოპ თემა კვირის. იმიტომ რომ ახლა ვლაპარაკობთ იმედის გადაცემა ვინ არის ზე, რომელიც მსძულს და არ მინახავს ფაქტორები და არასდროს. არც ერთი ეპიზოდი არ მინახავს, უბრალოდ ეს სახელები ერთი ეპიზოდის შემდეგ მიგცია ყურადღება. ფარშევანგი, თუთიყუში, ქუქი, შმუქი, ტუკი. აი ყუთებიდან რომ საჭმელს ვიღებთ არ ვიცი რა გხვდება, ეგ არის მაგ გადაცემაში რა არის იცი სწორი გადასვლა იყო. მეორე არ მინახავს არასდროს რომ მაგ შოუში კოსტუმს თავისე მოხდენოდეს როგორც მუხლუხოს მოუხდა მაია ბარათაშვილი. და მესამე ჩვენთვის მსგავს ადამიანებს ლაპარაკი ოდნავ რთულია, იმიტომ რომ ტელევიზიაში მუშაობთ ბევრი წელი და სხვადასხვა დროს სხვა ადამიანთან შეხება გქონია. მაგალითად მაია ბარათაშვილი არაერთხელ ყოფილა ჩემი რუბრიკის სტუმარი, ასევე მაგალითად იას უხიტაშვილზე, რომლის მთავარი მიღწევაც გახდა თუთიყუშია პორტრეტი გადამეგამის თქომით. ხო, ზოგადად კარგი მსახიობია და კარგ ფილმებშიც უთამაშია და ბევრი საინტერესო და დასამახსოვრებელი როლი ქონია, მაგრამ ხალხი მაინც რაღაც ცხელი ძაღლთან აიგივებს თავის
ამ როლით და თვითონ ერთ-ერთ პოდკასტში თუ არ ვცდები ვნახე რომ ამაზე წუხდა და ეხლა შეუძლია აღარ შეწუხდეს მაგაზე უკვე თუთიყუშის სახით დაგვამახსოვრა თავი და ის გახდება მისი main როლი რომელთაც ოსკარს აიღებს. მე მანდ იმის ხმა მინდა. მაგრამ ძალიან ცუდი. ეს ძალიან ცუდია, წამის ღემო აქ. ანუ კომია და ეხა მაგინა კარგად ჭამ. პუპი თუ რაღაცა რომელიც ესა რა ქვია, ნახმარ პრეზიდენტების გროვას გავს და აგბურთი თათულედი შეშვი გილოცავთ. და მეგობრებო, მესმის რომ თქვენთან ოდესღაც შეხება მქონია, შეიძლება ოდესმე კიდე გადავიკვეთოთ სადმე და უნდა იცოდეთ, რომ მოყვარეს პირში უძრახე მტერს ზურგს უკანაო და თქვენ შემოყვარები არ ხართ, იმიტომ რომ მგონია რომ ტრაქს ვეთამაშებთ იმედზე, მაშინ როცა ჩვენ სახეს გვახევენ რუსთაველზე და არა მარტო რუსთაველზე, ზოგადად ქვეყანაში მოსახლეობის ნახევარზე მეც რო სახეს ახევენ და თქვენ რო რაღაც შოუებში მონაწილეობთ, რომელიც რეიტინგს უწერს პროპაგანდისტულ მანქანას, ხართ დეგენერატები და ჯობია რომ პირში გითხრათ და პირში დაგცინოთ, იმიტომ რომ ზურგს უკან მაინც დაგცინიან და ჩვენ პირში დაგცინებთ. ლევანი არ არის თქო და ეს დაკრესული ადამიანი ეთყობა ეს საჭმელი მოქმედი და როგორ გემრიელად ილკვება. ერგისაშენი კომბინაცია იოგურტი და კაკაო. ჟავე რატოა? შეიძლება გაბუჭდა უკვე. მე ვეთქვილი იქნებოდა. კაკაო ზოგადად არის მწარე. ხოდაშორის მაგაში ფულია გადახდილი და ბოლომდე შეჭამე ლევანი. ფულის გადახდაზე გამახსენდა, კიდე უნდა მე გველაპარაკა. ბალი რატო გერც 30 ლარი ხალხო? ბაზარში რატო გერც 30 ლარი ბალი? ანუ ბალი რატო გერც 30 ლარი? მითხარი. იმიტომ რომ დაისეტყვა და ცუდი ამინდები იყო. შენ მითხარი ეგრე. ხო, მე და ჩემი ყავით ბაზარში წასული. ვერცის დასეტყველი ბალი ვიყიდეთ, იმიტომ რომ კონკრეტულ დახს ღირდა 21 ლარი და ფაინო ესეთი აფირატოა, ესე მეკითხები გავაკეთოს. იმიტომ რომ ყველგან 30 და 35 ლარი ღირს და ამას გქონდა 21 ლარი და ფაინო ესეთი აფირატოა გაბიკვირდა. დაგვესეტყვაო, ჩამოყრილია ძიედან ავკრიფეთო. უგულესეთ მჟავია. არაჟანი არაფერი მჟავი არ არის. მჟავი უნდა იყოს. თან გამომწვარი არაჟანია თუ რაღაც სხვანაირი. ვაიმე ამჟავია. კაი ლევან თავი არ მოიკლა. არა მართლა არ მოვიკლა, ამოვჭამ წვექსებს. მადლობა რომ ესეთი იმით გამასპინძდი. თავში ვიძახდი რომ ეს მომენტო მჭამოთქო, მაგრამ შანსი არ არის. მომდევნო თემა იქნება ჰარი პოტერი. როგორც იცით, მას სერიალი უნდა გადაიღონ და ვინი თამაშებს ჩვენთვის საყვარელი ან თქვენთვის არ საყვარელი არ ვიცი როგორც არის. მსახიობები ვინ იქნებიან პერსონაჟების მაგაზე ძალიან დიდი მე ძალიან არა ლევანი უფრო მე ძალიან. ხო, ეს ლევანი ღრმა ბავშვობიდან და მე ეგრე არა, მაგრამ მიყვარს რა. და შეიძლება მაგიტო ძალიან არ განვიცდი, მაგრამ განცდაც არ არის შემოკარგო უბრალოდ რო ხედავ რომ გეთორე არ დაუმეგობრდებოდი ხალხო. განცდაც არ არის მეგობრებო, როცა ხედავ როგორ ინგრევა ფასეულობები. ამას ფასეულობები ინგრევა? მაგას ავხსნი რა, რახან მე უფრო ვარ მაცადე. ჩვენ გვინდა ამას და ახლა ითქვა რომ სნაიპერო შავკანიანია მაგაზე. არა მარტო, თუ მეტი არ ვიცი პრინციპში. ეგ ნახე ყველაზე უცნაური ის ლამაზი ბიჭი. რანაირად არის ის ლამაზი ბიჭი სნეიპი. მე მაგალითად არიელი რო იყო მუქკანიანი და რაღაცა მაგაზე რეაქცია არ მქონია და ვისაც გონდა ყოველს ვეჩხუბებოდი რომ ეგ მოთხრობა რო იწერებოდა მაშინ შავკანიანები ჰაიპში არ იყვნენ კი არა არც არსებობდნენ არც ლიტერატურაში და არცად მოკლედ რა. ლამაზი ადამიანი თუ გინდოდა რომ დაგეწერა პერსონაჟის შესახებ აუცილებლად ქერა უნდა ყოფილიყო და ცისფერთვალება და რაღაცა ანუ სილამაზის სტანდარტი ეგეთი იყო. უნდა ჩაგესვა ნამდვილად და ეგ შეიცვალა და მესმის რომ შეიძლება პრინცესა ახლა შეიცვალოს კანისპერის მიხედვით და იყოს ლათინოამერიკელი, აზიელი, მაგრამ როცა არის ლაპარაკი სოფლიო მნიშვნელობის ნაწარმოებზე, ჩემი აზრით, თანამედროვე ლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნაწარმოებზე, რომელმაც ავტორს მილიარდები მოუტანა და ის ავტორი ბოლოს გამოკვლევდა სხვათა შორის. ხალ ავტორსთან. გიჟდებოდი ჯოან როულინგზე, იმიტომ რომ რა ვიცი, თუნდაც ის ისტორია რომ მილიარდელი გახდა და მილიარდი იმიტომ დაკარგა რომ ქველმოქმედებაში დახარჯა. იყო ჩემთვის ძალიან სამაგალითო და მე რო ტრანსგენდერებს დაიწყო საშინელი განცხადებების კეთება, მეთქი იუ, ანუ ქალო, ანუ რასაკეთებ. რო გიწერია შავი თეთრზე, რომ სევეროს დეიპი არის მკვდარებით ფერი მკრთალი, იმიტომ რომ ამოტყობ ბავშვს გავდა ყოველთვის გაზეთილი გრძელი თმა, შავი კუპრივით და ესა რა ქვია, გრძელი კეხიანი ცხვირი.
შენ ამ დროს აფრიკული ბრტყელი ცხვირით შავკანიანი და ხუჭუჭა მოკლეთებით არ უნდა დამიყენო და მე არის მატყუებ რა ანუ ამ ხალ გამოხმაურების ბავშვებზე იყო ბავშვების როლს ვინც თამაშობენ მე მგონი ბავშვები არიან სერიალშიც ისინი მაგაცაც იყო საუბარი გოგოზე მაგრამ მე მგონი კი ლათინოამერიკელია მაგრამ მას შემდეგ რაც რამდენიმე ინტერვიუში გამოჩნდა ეგეც არის რომ საერთოდ სხვანაირად დავინახეთ იმიტომ რომ აი ერთ-ერთი გავს ემოვოცონს ბავშვობას ხო თავისი შინაარსით და რასაც ლაპარაკობდა როგორც ლაპარაკობდა ეს აი ჰერმიონი ამიტომ და ვიზუალური კბილები შეიძლება უკეთესით გამოვიდეს ნახოთ. უკეთესი ხო. ლათინო ამერიკელზე არ არის პრობლემა და ჰერმიონზე არ არის პრობლემა. ზოგადად ანუ რასებზე არ არის პრობლემა, უბრალოდ თვითონ პერსონაჟი უნდა წარმოჩენილი იყო, რომ მის ადამიანს რო დაინახავ, ესე ფიზიკურად თუ შეაფასებ, არ უნდა მოგეწონოს, არ უნდა მიგივიდეს გული და როცა ამის საპირისპიროს ხედავ, მაშინ ჩდება კითხვები, რომ რატო აკეთებ ამას. ხო. თაკო რას ფიქრობ იმაზე, რომ აჭარნეთი დაბრუნდა პირატული საიტების ველზე და რას ფიქრობ კავია საჭარელისა ზოგადად თემატიკაზე. აჭარანეთი რაც დაიხურა მაგის შემდეგ ძალიან ბევრი ფილმი და სერიალი დარწმუნებული ვარ რომ გამოვტოვე რაღაცეები რასაც ვიცოდი რომ უნდა მეყურებინა მაგას ვუყურებდი რა თქმა უნდა სხვადასხვა პლატფორმაზე მაგრამ მაინც ძალიან მოუხერხებელი აღმოჩნდა ჩემთვის რა თქმა უნდა რომ მესმის და ვიზიარებ იმას რომ ყველას საავტორო უფლებებია და როცა ადამიანი რაღაცა შრომობს ეს უნდა დაუფასდეს და მათ შორის ფინანსურადაც და ასე შემდეგ მაგრამ საქართველოს მაგალითზე ცოტა გამიჭირდებოდა, იმიტომ რომ ისედაც იმდენად ღარიბი საზოგადოება ვართ, რომ ყველა პლატფორმაზე HBO, Netflix-ი და ასე შემდეგ ვერ შეძლებენ ფიზიკურად, ვერ შეძლებს ადამიანებს უმეტესობა გადაიხადოს ფული, მით უმეტეს როცა ენის ბარიერიც არსებობს, იმიტომ რომ ქართულად ვერსად ვერ ნახავ ვერაფერს. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემი აზრით. კავია, რა თქმა უნდა, რომ შეიქმნა, ცუდი არ არის. ქართულ კინოს და თუ სერიალს შეიძლება ქმნიდე და it's okay და ახალგაზრდები ამოწია წინა პლანზე ახალგაზრდა მსახიობები და ძალიან მნიშვნელოვანია ეგ ნაწილი okay მაგრამ შენ თუ მელაპარაკები სამართლიანობაზე მაშინ რატო გააკოტრე ყველა ქართული კინოთეატრი რაც კი არსებობდა რატო აიღე მონოპოლია და რატო ხარ ბაზარზე არჩევანი მხოლოდ ჩვენ კინოთეატრში წასვლა მინდა მარტო კავია შემიძლია იყოს ამირანის კავიას ეკუთვნის თუ არ იცით თბილისის გულისხმობ აპოლო ბათუმის არ ვიცი აპოლო სადღა კავია არის უკვე კავია გაიხსნას მოდში. ხო, გამარჯობა. ამაზე ვლაპარაკობ და ინტერნეტში თუ მინდა ფილმის ყურება ხარისხიანად, აუცილებლად უნდა იყოს თურმე კავია და რატომ ტერნი კაცო, ანუ შედი მაშინ თავისუფალ კონკურენციაში ბაზარზე და ნუ გააკოტრებ ვიღაცებს, ვისაც ჩვენზე ნაკლები გავლენა და ფული აქვს, მაგრამ ბევრად მეტი სახელი სანამ შენ გამოჩნდებოდია. თაკურასიც მართალია. ყველაფერი 100% ვეთანხმები, რომ საქართველოს მოსახლეობის 10% ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში, ეს უბრალოდ მარტივი რიცხვია, თორე ამის გარდა კიდე მილიონი ადამიანია ქვეყანაში, ვისაც იმ შესაძლებლობა აქვს, რომ 9 თუ 18 ლარი გადაიხადოს იმაში, რომ საიტი იყიდოს, სადაც ან დახვდება ეს ნახვაც უნდა და ან არა და ქვეყანაში სადაც განათლების დონე ძალიან დაბალია, ფილმები ასრულებენ ძალიან დიდ როლს და ძალიან დიდ მნიშვნელობა აქვს ფილმებს და სერიალებს და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობაში ძალიან ბევრი რაღაც შეცვალეს. მაგალითად, ადამიანის უფლებების სწორად გაგების ნაწილში, ქვიარ უფლებების ნაწილში, ქალთა უფლებების ნაწილში და ასე შემდეგ. ზოგადად ცნობიერების ამაღლებისთვის მნიშვნელოვანი. ყველაზე ჩემი აზრით რაღაცა ესეთი ამაზრზე რაც რის გამოც მოხდა აჭარანეთის თავის დროზე დახურვა იყო, რომ ეს რაღაცა ევროკავშირის შეთანხმებაში და პუნქტებში ეწერა, რომ აი თუ არსებობდა აჭარანეთი, ეს ჩვენ დაგვაშორებდა ევროპასთან და მაგის მერე რაც მოხდა ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ აჭარანეთის გაქრობით პრობლემებს აგვარებდა ხელისუფლება. თითქოს ამ ქვეყანაში მეტი პრობლემა არ არის. ცივ სამყაროში კონკურენციის გარეშე ბიზნეს ფაქტორად არ არსებობს. Netflix-ი რომ არ მოიფიქრებს, რომ 3 მილიონიანი ერისთვის კიდე ცალკე ერთი ენა დაამატოს, რომ ქართველებმა გავიგოთ. ხო, და ამიტომ ჩვენ თვითონ რაღაც უნდა გავაკეთოთ და ეს Netflix-ი თუ HBO? შინ HBO. ჩატყიმეც. და არჩევანის თავისუფლებაზე თუ საუბრობთ, რომელ პლატფორმაზე შემიძლია რომ უყურო ფილმს და რაღაცას, არჩევანი რომ მნიშვნელოვანი არის, მე მგონი მაგას კიდევ ერთხელ შევეხებით ამ შემოდგომას თუ ჩატარდება არჩევნები. არა, კი. მაგრამ შესაძლოა შევიტა რომ ამ შემოდგომას თუ ჩატარდება არჩევნები, პირველად შევეხებით სიტუაციას, როცა ჩვენი არჩევანი მნიშვნელოვანი არ არის, იმიტომ რომ არჩევნებზე არ უნდა წახვიდეთ. ნამდვილად. სამსაურია ხალხო ეს რას ჩემს ცხოვრებაში პირველად აგიტაციას ვეწევი რომ აგიტაციას კარგი გაგებით იმიტომ რომ გულით მჯერა რომ არჩევნებზე უნდა წავიდეს ყველა მოქალაქე რა ვისაც ადებს საკუთარი თავი პირველ რიგში
და ქვეყანა მასთან ერთად და ოჯახი და ასე შემდეგ და პირველად ვიძახეს რაღაცას რომ არჩევნებზე არ წახვიდეთ. ვინც არ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ამ არჩევნებზე არ წახვიდეთ და ვინც მონაწილეობას მიიღებს, იმაზე დაგინებული მქონდა სტუდიის გარეთ და დაგეწიოთ. ვინ უნდა გამოგვლიჯო გასული წლის შემოდგომას უკეთესი სიტუაცია იყო პოლიტიკური, მაგრამ ვერაფერი ვერ გამოგვლიჯეთ. და დამკვირვებლები ყავდა და მოცხოვრი დამკვირვებლების, ქართველი დამკვირვებლების და მედიას მუშაობდა არჩევნებზე და ეხლა ვიმუშავებ და ან არა. თაკო იცი რა მოგები, შენ რო წლის მიუწერი შენ ხpas არჩევნებზე. ხო, აი ხა რო იძახიან, რომ აი თუ მივალ და ჩემი აზრი უნდა დავაფიქრო. მე ყოველთვის იმას ვეთანხმებოდი, რომ მოქალაქის პირველი ვალი არის მართლა რომ მიხვიდე და დააფიქსირო, რომ მე მომწონს ეს ან არ მომწონს ეს, მაგრამ არ ვიცი ხა წინა არჩევნებზე მე და კიდევ მილიონი დამკვირვებელი იყო იქ და ასე შემდეგ და არ ვიცი რომ მივედი და რომ მივეცი ხმა რა არც არაფერი 15 კი არა და ერთი ალბათ 1 საათი თქვია რომ ეს ვიყავი ვიღაცა დამხვდებოდა უკვე ჩემი ხმა მიცემული და ასე შემდეგ იმიტომ რომ მაგის მაგალითები იყო ადამიანები ბუნებზე მივიდნენ და თქვენ ქალბატონო და ბოშბატონო უკვე მიეცით ხმაო და ამიტომ მაშინ თუ არ ქონდა აზრი ეხლა მით უმეტეს ძალიან მცირე შანსი არსებობს და თან ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით რაც არის ჩვენ ერთადერთი მიზეზი რის გამოც მარჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოთ ჩემი აზრით ოპოზიციურ პარტიებს იყო როცა რაღაცას ევაჭრები ხელისუფლებას და რაღაცას გამოსტყუებ მაგალითად იმას რომ გაანთავისუფლეს პოლიტპატიმრები და თუ გაანთავისუფლებ მე მივიღებ მონაწილეობას შენს რაღაც კუთხით ლეგიტიმაციას ვცნობ მაგრამ არაფერი მსგავსი არ მოხდა და უბრალოდ ის მხარე არაფერს არ თმობს გიჭერს ქსემს კანონებს იღებს და შენ მაინც არ ვიცი რატომაც უბრალოდ ის რომ გაყალბდა და კარუსელი რო ატრიალეს და ადამიანები რომ მიდიოდნენ სხვების პირადობებით და ამაში რომ გამოვიჭირეთ და ფაქტობრივად ამ კანონის მიღებით აღიარა ქართულ მოსახლეობამ რომ არჩევნები ასე გააყალბა რომ აკრძალეს დამკვირვებლების დგომა რეგისტრატორების უკან და შენ რომ აქ შედიხარ ამ თამაში და თუ შენი არგუმენტი ის არის რომ ბელარუსის თურმე ოპოზიცია ღებულობს მონაწილეობას გადახედე ბელარუსის მთავარ ოპოზიციონერს რომელ ქვეყანაში ცხოვრობს და თუ ჩაესვლება საერთოდ ბელარუსში და ის აღარ იღებს მონაწილეობას 2020 წლის მერე არჩევნები არ ჩატარებულა ბელარუსში და 2020 წლის მერე აქციების მერე იქ ოპოზიცია აღარ ცხოვრობს თუ ვინმე ცხოვრობს ციხეშია ამიტომ რა ვიცი ანუ რაზე ვლაპარაკობ საერთოდ საშინელი ისტორიებს ვკითხულობ ბელარუსიდან ადამიანებზე რომლებიც დაიჭირეს წლების განმავლობაში ციხეში იყო და იქ რა ხდებოდა მაგაზე აღარ არის საუბარი მაგრამ გამოუშვეს მაგრამ თან თავისუფლები არიან მაგრამ თან თავისუფლები არ არიან რომ ერთი რომ ქვეყნის დატოვების უფლება არ აქვთ მეორე რომ სამსახურს ვერ შეულობენ იმიტომ რომ არავინ მათ არ ასაქმებს ამის გამო პასუხს თხოვს თან თვითონ სისტემა რომ რას ქვია არ მუშაობ და ანუ აიძულებენ რომ ადამიანები რომლებიც იყვნენ მაგათი პროფესიონალები სამხედროები ჟურნალისტები ან ასე შემდეგ არ ვიცი არც ერთ პროფესიას არ ვაკნებ მაგრამ აი უბრალოდ მათი შესაძლებლობების მინიმუმი აკეთონ არ ვიცი კარში იდგნენ და უბრალოდ გააღონ და დაკეტონ სასტუმროს კარში და ასე შემდეგ და ესეთი ცხოვრება თუ გაიგე თაკო რომ მერსი სულხანიშვილი იყო წასული მოსკოვში უნდა რომ ენახებინა ჩვენთვის ევროპული მოსკოვი და იქ დალია ჭყონიას გამოშვებული კოკა-კოლა ქართული კოკა ასე იგი მერსი სულხანიშვილი იყო ევროპულ რუსეთში ქართული კოკა-კოლის დასალევად. ასე აღმოჩნდა. თვითონ ფაქტი რომ ვიღაც ბედავს რომ ესე საჯაროდ მოსკოვში ჩავიდეს და თქვას რომ აქ ძალიან კარგია და ევროპულია. ჭყონის კოკა-კოლას სვავ უკვე ძალიან ტეხავს. ჭყონის კოკა-კოლას აქ მნიშვნელოვანი ის არის რომ არ ვითომ რომ ვერ ხვდებით რას გვაპარებს ეს ძონძის კუკლა მართლა და მართლა რა სხვა რა დაუძახო. თქვენი ოპოზიციონერი ბიზნესმენი რა. ერთი ვის ყავთ რა ქვია ოპოზიციის პროტესტის მხარდამჭერი ბიზნესმენი, რომელიც რუსეთში შემხვდა პირველივე რესტორანში, სადაც შევედი. აი ეს არის თავი პათოსი. მე სულხანში საიდან ვისაუბრეთ, ხო, ერთი გვარი ხა ძუძუებიდან უკაშოუში და რა ვიცი ძუძუვის უკვე ერთ დღეს და მეორე კონსულტანტს ეუბნებოდა რომ შენ იცი მე ვინ ვარ? ანუ ძალიან დიდ შეიმინგს და შევაწყობას. და მე წავიდა მონასტერში და იქიდან დაბრუნდა მონასტერში წავიდა მოილოსა დაბრუნდა ინტერვიუ მომცა და აი სახი გამაწერა. ეგ ბოლოს პრაიმ ჰაუსი არ ვიცი კაც კიდია მაგრამ ეგ უნდა ვთქვა რომ ჩემთან ინტერვიუზე რო იყო რომ გაბანძდა და რომ მიხვდა რომ გაბანძდა დამირეკა და მითხრა რომ გთხოვო თავი არ მომწონს რომ გამოვიყურებოდეთ თავიდან ჩამწერეო და მე ვუთხარი რომ მეთქი მაგარ დაიცვა და მოგვიანებით ამდენ რესურსი ნამდვილად არ მაქვს და დრო რო თავიდან დაგითმოთქო და გაბუთიშე და ის ინტერვიუ გავიდა ისეთი სკანდალური და რაღაც არაფერი არ ყოფილა, იმიტომ რომ ეგეთი ადამიანი არ ვარ ზოგადად ცხოვრებაში, მაგრამ უბრალოდ მე სულხანიშვილს იმ ორი ამბიდან ვიცნობთ რა და ორივე არის საშინელება და ეგ ადამიანი დღეს პოლიტიკას ლაპარაკობს და ქოცი როა
ეგ ხო გადასარევი ინდიკატორი, ანუ კონცეფტზე პირველი მახსენდება მერსე სულხანიშვილი, ლალი მაროშკინა და ქეთი ეგიდუნაშვილი. ანუ სამი გამორჩეული კოდსი და ეგენი არის, ანუ კოდსები ხართ ეგ, ინტელიგენცია ხართ ეგ და ყველანი ხართ ამას თუ დავადები ხარიან და რა ვქნა. ვერაფერს დავამატებდი. მე როგორ ჩააჭირა სადაც იმიტომ რომ გოიმობების ატანა არა მაგ ანუ შენ ბალენსიაგა და პრადა კი არა რაც არ უნდა ჩაიცვა ანუ შინაგანად როცა ასხივებს იგოიმებს ჩემი აზრით ეხლა ძალიან ბევრს ლაპარაკობთ იმიტომ რომ არანაირი გავლენა არ აქვს არავისზე ანუ მართლა თვალში გვეჭხირება რა თვალში გვეჭხირება და უბრალოდ დავცინით ან ნერვებს გვიშლის თორე აი მართლა აი არ ვიცი საზოგადოების რომელიმე ასაკი ან ფენა სადაც ეგ ხალი არის მიღებული და მე მგონი ეგ კომპლექსი აქვს რომ ვერასდროს შეეტენა ხან ჟურნალისტია ხან ანალიტიკოსია YouTube-ზე ვიდეოს დადებაც მაგედან გამომდინარე მგონია რომ აი ცდილობს რომ აი YouTube-ს ვინც უყურებს შედარებით არ ვიცი ალბათ ყველა ასაკის ადამიანი უყურებს მაგრამ აი რაღაც ახალგაზრდებში ფეხი მოიკიდოს რანაირად უნდა მოიკიდოს მერსი ხარ მოსკოვმა აი ერთი რაში მოვიდეომა აი მოსკოვმა რანაირად უნდა მოიკიდოს წერეთლის მუზეუმზე რომ ელაპარაკები და 16 წელს ბავშვი გიყურებს წერეთელი ვინიც ან რუსეთში მოღვაწე ქართველი არქიტექტორი თუ რაღაც ხო დაიღუპათ ან ეხა ხას კი აცხონოს მერსი მიაკვდა სულში ძაღლებზე რო იცახი ბოლო თემა ჩვენი შესავლის პოდკასტის შესავლის სასტუმრამდე არის ის რომ AI-ს ვეტყვით რაზე უნდა ვილაპარაკოთ და კითხავს და ის გვიპასუხებს და ჩვენ ვეცდებით რომ ავყვეთ. ასე ვკითხე, რაზე ვილაპარაკო ეკლექტიკურ პოდკასტში ერთი ღრმა და ჩქარი თემა. ჩქარები. რატომ გვეშინია საკუთარი თავის ნამდვილი ხმის? ცოტა ვერ გავიქი. რა არ გესმის? ეხა მოვყვები რა არ გესმის? ანუ ორივეს გვაქვს შინაგანი ხმა. ანუ რაღაც სიტუაციებს ანუ ჩვენ თავი საერთო არის ეგ რომ ეგ შინაგანი ხმა არ არის, ცოტა სხვა რაღაცა. ჩვენ ცოტა ავად ვართ, ეგ არის ჩვენ თავი საერთო გადაკვეთის წერტილი ძალიან ბევრ რაღაცასთან ერთად და ყოველთვის ხვდები როცა თაკოს თავი შინაგანი ხმა ელაპარაკება და ის ალბათ ხვდება როცა მე ველაპარაკებ. აი მაგალითად მივდივართ მოლში ერთად, სადღაც ფეხით ვაკავეს როცა მსხვიდა და მე ხვდები რომ თაკო იქ არის რა. შინაგანი მესამა და მე მეკითხები რომ თაკო მოვიდრე და ის ხო ერთი წუთი და რა არის შინაგანი ხმა რომ წარმოვიდგენთ რაღაც სიტუაციებს საერთოდ ანუ იმ სიტუაციაში აუცილებლად ჩვენ ვართ და ანუ იქ მე რას ვიტყოდი ან ის რომ ესე მომხდარიყო მე რას გავაკეთებდი და ვიღაცასთან დიალოგი შედიხარ ანუ ამას ხო ყველა აკეთებს აი პირობი ყველაზე მარტივი მაგალითი რომ ვიღაცასთან იჩხუბე და მე გახსნდება არგუმენტები და თავიდან გადიხარ მაგ სცენას რომ შენ ასე ეთყოდი ხო ეგ არის ხო ჩემს შემთხვევაში ის კი არა რა მოხდებოდა და რას ვეთყოდი საერთოდ არ არსებულ ადამიანებს ვიკონებ მეც არ არსებულ სიტუაციებში და ამის გაგრძელება არის ის რომ ეს ხო მოხდა და ანუ ეს ხმამაღლა რო უთხარით რომ ვერ ვარ თუ რაღაცა მოხდა პირველად და გადის ეს მოხდა სადღაც შუა დღესაც და საღამოთი ლევანს ვურეკავლებან რა ჩემთვის მივიდოდი გზაზე სახლში და უსებ ამიწყდა სიცილი, იმიტომ რომ ჩემს შინაგან ხმას ველაპარაკებოდი. და სასაცილო იყო ჩვენი დიალოგი. და შუა ქუჩაში მივიდოდი, ძალიან ხერხული სიტუაცია იყო, რომ ვიღიმი და უსებ სასწრაფო დავდექი და დავრეკე, რომ იქნებ რა ვიცი, ადამიანი არ იყო იქ რომ იმას ეს შემჩნია, მაგრამ მაინც დავისხვიე, რომ ვიქნებ ჭალაფონით ველაპარაკობ თუ რაღაცა სასაცილოა. მაგას სახს ვასაერებდი, ჩემი ძაღლი აუტყობი ახლა ხო თქვენ არ იცნობთ და ჩემი ძაღლს ვასაერებ, რომელიც მათრევს სახეს ბახებს და თაკო მერიკავს. ლევანე ხა შინაგან ხმას ველაპარაკებოდი და მეცილება და ხალხს გიჟი მგონი ვარ და ვითომ ტელეფონზე გელაპარაკები. მასთან ძალიან წეგანი ძაღლი შინაგანი ხმა არ მაქვს? ხო. ეგ შინაგანი ხმა თუ არის ძალიან დიდი დოზით მაგში. ანუ იმ ხალ კომპლექტები გვაქვს გადატანილი. ხმა სადღაც წამევიდა და დავაბრუნებ გეფიცებით, სტუმარზე დამიბრუნდება. იმიტომ რომ ეს არის ბოლო თემა, რომელსაც განვიხილავთ, მაგრამ შინაგანი ხმა არსებობს. ხანდახან ცოტა ესეთი არა ადეკვატური, მაგრამ სრულიად ეკლექტიკურია ხოლმე ჩვენ შინაგანი ხმა. და დარწმუნებული ხარ ვიღაცაებს ასევე მსგავს სიმპტომები აქვს, მაგრამ ამას არ ეთქვია. შეიძლება ხუმრობა იყო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის. მე მჯერა რომ ეს შინაგანი ხმა ყველას უკაკუნებს. აი ხალხს ჯერ გიკაკუნებს ხოლმე ერთხელ, სამჯერ თუ ექვსჯერ. შელდონივით სამჯერ. შელდონი არის ეს შინაგანი. ეგ ცუდის ნიშანია. ნახე, ჩემო კარგო, ერთ რაღაცა აუცილებლად უნდა თქვა, ვისაც შინაგანი. შინაგანი. ვისაც შეგდაკრავი ხმა.
არ უკაკუნებს პრობლემა აქვს. მე ხდებიან კოცები. იმიტომ რომ არ მჯერა რომ ადამიანს ამდენი შეიძლება რომ ადამიანმა ამდენი უბედურება შეიზილო, ანუ აუცილებელი არ არის რომ ვინმე მოკლა და რაღაცეები, მაგას არ გულისხმობ. უბრალოდ აი უსინდისო ადამიანი იყო და საკუთარი კეთილდღეობისთვის შესინდისე იყოს ყველაფერი. სხვების რაღაც კეთილდღეობა. სხვების უბედურება. არა, საკუთარი კეთილდღეობისთვის სხვების უბედურება გამოიწვია, მაგრამ იმათ კეთილდღეობა აი უბრალოდ ფეხზე დაიკიდა და აი სულ იმას ვფიქრობ, რომ აი ღამე რო ჩებიან თავის თავთან რო იძინებენ, აი მაგ დროს მაინც ხო აწუხებთ. ეს თუმარს გადავიდეთ. გადავიდეთ. ჩვენი პოდკასტის მეორე ნაწილი გრძელდება სტუმრით და ჩვენი პირველი პოდკასტის პირველი სტუმარი არის ინფლუენსერი, კონტენტ კრეატორი, ლიტერატურათმცოდნე და ყოფილი მედიკოსი და აქტივისტი, აქტიური მოქალაქე ლუკრეციუსი ჭინავა. მადლობა ლუკრეო. და ჯანმრთელი ცხოვრების წესის პროპაგანდისტი. მრავალპროფილური ადამიანი, რომელიც ჩვენ სათაურსაც უხდება და პირველი რაღაცა ვიდეოსთვის ძალიან კარგი იქნებოდა და თან იცის რომ რაღაცა ჯერჯერობით შემოქმედებით წვაში ვართ და რა იქნება ბოლომდე არავინ არ იცის და თან არ შეეშინდა და მოვიდა და მაგისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. იმიტომ რომ ჩვენ გვეშინია. თან ავხსნათ რა იქნება მეორე ბლოკი, იმიტომ რომ ლუკრემაც კარგად არ იცის და ჩვენს დარწმუნებულები არ ვართ. და თქვენც გეტყვით, მოკლედ აყრია კითხვები, 10 დავწერე მე, 10 დაწერა თაკომ და ჯამში 20 კითხვიდან 10 სამოიღებ შემთხვევითობის პრინციპით ჩვენი ხის ყუთიდან ლუკრე და შეგიძლიათ დაიწყო. პირველ რიგში გამარჯობა, მადლობა, რომ აქ ვარ. ძალიან მოწონს ყველა ექსპერიმენტი, მით უმეტეს ასეთ კარგ ხალხთან. და ახლა ამოვიღებ პირველ ფურცელს და წავიკითხავ შეკითხვას. წიგნი, რომელსაც შეგიძლია ბევრჯერ დაუბრუნდე და ყოველ ჯერზე თავიდან აღმოაჩინო. ეს ალბათ არის ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა და ვიტყვი ჩემს ყველაზე მეტჯერ წაკითხულ წიგნს, ალბათ Holding Caulfield's თამაშჩოების ხანაში ჯერომ სელინჯერის. ცოტა ბანალურად, მაგრამ მეორე წიგნიც არის პრინციპში, ეს არის კერუაკის გზაზე, რომელიც არის ამბავი გზაზე ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც მთელი ზაფხულის განმავლობაში მთელი ამერიკის გარშემო დადიან და უამრავი საინტერესო ამბავი გადახდებათ ხოლმე და ახლა რამდენადაც ზაფხულია და ყველაზე ესე დატვირთული ამბებით პერიოდი, ალბათ კერუაკის გზაზე არის ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაბრუნებული. პირველ მე ეგ არ მაქვს წაკითხული, თამაშჭვავის ყანაში წაკითხული მაქვს ოღონდ სხვა სათაურით, კლდის პრეზეჭვავის ყანაში, მაგრამ მე პირველი ვერსია მოვწოვ შეიძლება თქვი. და წავიკითხე რომ ვიყავ 23 წლის და ძალიან დავაგვიანე. მე ჩემდას ვურჩი ახლა რომ წაიკითხე თქვენ მე 16 წლისა. ხო და აი მაგას ვერ ვიტყოდი, იმიტომ რომ ეგ არის წიგნი, რომელიც აი რომელ ასაკშიც არ უნდა წაიკითხო, მაგ ამბოხებას გრძნობა ასე თუ ისე, იმიტომ რომ არის გმირი, რომელიც ეწინააღმდეგება რაღაცა სიყალბეს და დარწმუნებული ვარ შენც გაქვს ყოველთვის ეგ განცდა რომ ეს სიყალბე სირული. ალბათ რაღაც ასაკში ეგ სიყალბის მიმართ პროტესტი თუ ვერ იგრძენი, ესე იგი რაღაც პრობლემებია. ხო, თინეიჯერები ყოველთვის განსაკუთრებით გრძნობენ, თუმცა მე მგონია მაშინა დაიწყო და მე დაბრუნება მართალი ხარ, ხო? მე კარგად არ მახსოვს, ალბათ უნდა დაუბრუნდე მაგ წიგნს, იმიტომ რომ თან რაღაცა ჩვენს რეალობას კარგად ერგება. ხო. და ერთს კითხავ მაშინ რადგან წიგნზე ვსაუბრობთ, აი არის წიგნები, რომელიც აი რაღაცა უჭველი უნდა გქონდეს დაკითხული და თითქოს რო კითხავენ მაგათ შორის რაღაც ბულგაკოვი უნდა იყოს მაქსიაში ჩემ ტოპ 10-ში და რაღაც ეკეთები. აი ეგ დროსთან ერთად ხო იცვლება ეგ დამოკიდებულება რომ აი 23 წლის რო ხარ და რაღაცას რო გიტყვი რომ არ მაქვს დაკითხული, აი გიტყდება თუ რაღაც, მაგრამ აი წლებთან ერთად ეგ აღარ არის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქართულიც და არა მხოლოდ ქართული ლიტერატურა ძალიან მრავალფეროვანია. მე პირველ რიგში მგონია რომ აუცილებლად ასეთი წიგნები არ არსებობს, ანუ ნამდვილად ყველა წიგნი არის განკუთვნილი რაღაც კონკრეტული კითხველისთვის, რომელმაც კონკრეტულ დროს რაღაც თავის შესაფერისი აღმოაჩინა და ჩემთვისაც ახლა მივხვდები იმისა, რომ არსებობენ რაღაც ძალიან დიდი ავტორიტეტები ლიტერატურაში, შეიძლება საერთოდ არ იყოს ჩემთვის ის საყვარელი წიგნი და იმდენი რაღაცა ცვლილება არ მოახდინოს, мотиваცია არ მომწეს, ან რაღაც გასი როგორც სხვა წიგნმა, რომელიც საერთოდ არ არის ეგრეთ დაფასებული. კიდე ერთი ეგეთი გითხრა შენ საპირისპირო, ვიცი რომ შენ ძალიან გიყვარს მექანიკური პორტოხალი, მეზიზღება. მე ვიცი რომ არსებობს ძალიან სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დაჰეითებული წიგნი არის თამაშჭვავის ხანაში. არა, ეგ არ მეზიზღება რა. ხო, აი ძალიან ხშირი არის რომ არ მოსწონთ უბრალოდ და მე მგონია რომ გასაგები არის ეგ ამბავი და მექანიკურ პორტოხალზე მით უმეტეს გასაგებია, იმიტომ რომ ძალიან ვულგარული წიგნი არის, რომელიც არა, მაგის გამო არა ვიცი, ლოლიტა არა მარტო პრინციპში ხო ლოლიტაც ძალიან საინტერესო ამბავი არის, როგორ
ხო, ლოლიტაში არ არის საინტერესო ის პედოფილიას როგორ არ რომანტიზებს, არამედ არა, რა თქმა უნდა, სწორედ უნდა ვიქო გოლდის რაც მნიშვნელოვანია. და ალბათ ციგნის კითხვის დროს იმასაც აქვს მნიშვნელობა, ანუ რაღაც შენ ემოციურ კავშირს, შენს რაღაც წინარე ისტორიას რა გქონდა მანამდე წაკითხული კი არა, რა გაქვს, როგორ გაიგო ის რასაც კითხულობ და ემოციური მდგომარეობაც ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი მაგათ ბოლოს რა წავკითხე ხა ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მართლა არ მახსოვს, მაგრამ აი ჩემ ერთი რაღაც რა ზუსტად მახსოვს, რომ რამდენჯერაც დავჯექი რომ რაღაც წავიკითხო, გრძნობდი რომ შუიდან ვითიშებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაინტერესებდა და ყოველ ჯერზე უბრუნდებოდი და აი ეს განწყობაც ალბათ მაგ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია. ვიღაცებისთვის უგანტვირთვის ამბავია, რაღაც მდგომარეობაში შეიძლება იქამდეც ვერ მიხვიდე, იმიტომ რომ არ ვიცი სერიალის და ფილმის ყურებასაც არაფერი დიდი ძალისხმევა არ ჭირდება, მაგრამ ხანდახან მაგასაც ვერ კონცენტრირდები. როგორ არ ჭირდება? მაგალითად მე მხევლის წიგნის ყურება გამიჭირდა დედამიწის უგზე ყველაზე მეტად. ანუ ეგრე მძიმედ ჩემზე მე მგონი წიგს არ უმოქმედია. წიგს არ უმოქმედიაში გულისხმობ თვითონ მხევლის წიგნის წიგს. ანუ ეგეთი ემოციური არის როგორც ფილმი. იმიტომ რომ მსახიობის მაგარია, მუსიკაც მაგარია და მაგარია რა. და რა არის ყველაზე მძიმე ხოლმე? მე მაგალითად ახლა ბოლოს რაც მახსოვს ყველაზე მძიმე იყო, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი. ეგ წიგნი ინტელექტმა გამოსცა, თუ არ დანუჭმო ზუსტად არ მახსოვს. ორივე ძალიან კარგი არის გამოსცემლობა. და ანუ იმიტომ იყო მძაფრი და გამიჭირდა ესე კითხვა, რომ უბრალოდ ძიმედ წავიკითხე, რადგან ჩვენს რეალობასთან უდიდეს პარალელს ვავლებდი და მართლა რაც გარეთ ხდებოდა, ეწერა წიგნში. მათ კარგი ის არის, რომ მარია რესა თანამედროვე ავტორია და თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურას რო შეუძლია, რომ ეგრე შეგეხოს, ჩემს ძალიან კარგი. კი, ზუსტად. გამკინეულია, რომ კითხულობ და ანუ ხო არის რომ წიგნს კითხულობ და შენ წარმოიდგენ თავს პერსონაჟად, აქ წარმოდგენა ფაქტობრივად არ იყო საჭირო, იმიტომ რომ ხედავდით ტელევიზორშიც ზია ამაღლობელს, რომელსაც ეგ წიგნი ეჭირა და მარია რესაც, რომელმაც რამდენიმე წლის წინ აიღო ნობელი ზუსტად მაგ დამსახურების გამო, რაც ჟურნალისტიკაში აქვს და წიგნში ჩანს, როგორ აღიქვა მსოფლიოს რაღაც კიდე სხვა ეტაპზე გადასულს, რომელსაც შეუძლია რაღაცა სიმართლე საერთოდ შეცვალოს და ამოაყირაოს. ლუკრე, მადლობა რომ აქ მიხვედი, იმიტომ რომ ვერ მოვასწარით ამის თქმა და გვინდოდა ისეც რომ სადღაც გვეხსენებინა და შენ მიგვიყვანე და ჩვენ ვფიქრობთ ბოლოში გვექნა, მაგრამ ახლა აღმოჩნდა მაგის დრო რომ თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა ტყვეს ეს და ის თავისუფლება მზია ამაღლობელს და რეჟიმის ყველა ტყვეს. გავგზავნოთ ხალხით. კი ბატონო, შემდეგი რა იქნება? დიდი კითხვა შენს, ხო? ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრება ტრენდული გახდა, მაგრამ სირბილი ცოტა დარბის, რატომ და შენ რა სიამოვნება იპოვე სირბილში. სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ქონდა ეგ პროტესტი, რომ რატო არ დარბის ამდენი ხალხი და ისე აღმოჩნდა, რომ ამ გაზაფხულს მე და ჩემო რამდენიმე მეგობარმა, მე და ჩემო ორმა მეგობარმა გავაკეთეთ რაღაც სირბილის კლუბი და აღმოჩნდა, რომ ჩვენ რაღაცა ამ სირბილის კლუბის პარალელურად კიდევ რამდენიმე ჯგუფი შეიკრიბა და საბედნიეროდ უფრო რაღაცა გადიდდა ეს კომუნიტი. თბილისში არც პატარა არის ეს კომუნიტი, თუმცა იმიტომ ეძახით პატარას, რომ ქართველები არ არიან უმეტესობა. ამ ომის შემდეგ იმდენი უცხოენოვანი შემოვიდა და ყველა მეცით ვინ. და ესენი არიან შენს კლუბში? ჩვენ კლუბში არ არის არც ერთი რუსი, ხო, ესე შემიძლია ვთქვა და რამდენიმე რუსული ძალიან დიდი მორბენელთა კლუბი არსებობს თბილისში? კი, ხო. და საკუთარ ქალაქშიც ვეღარ გიბენია. კი, ბევრი არის, მაგალითად რამდენიმე ეს სახელში აქვთ გამოყენებული თბილისიც და მე ვერ ხვდები, ანუ თუ რუსული კლუბი არის თბილისი რა შუაში, ну ალბათ ლოკაციის გამო, თუმცა ვისურვებდი რომ დაირქვათ, რავი, რამე სხვა სახელი. სანქტ-პეტერბურგი. რაღაც მსგავსი, ხო, და თუმცა თანდათან ქართველებშიც ესე დიდდება ეს ამბავი. შენ როგორ დაიწყე? მე მაგალითად ჩემი სპორტთან შეხება ძალიან რთული ამბავია, იმიტომ რომ 9 წელი დავდიოდი კალათბურთზე და ჩემი ზედმეტსახელი იყო პეპელა. საშილო თავშოვდი. ბიჭები ზახე პეპელას. მე რომ მირბოდი იცოდი რომ აი შანსი არ არის რა. ყველა. და სპორტი არ მეყვარს და არ ვერც ვიფიქრებდი ვერასდროს რომ შეიძლება და მერბინა და ეს ყოფილიყო სიამოვნების მომენტი ჩემთვის, რომ ანუ იმდენად სტრესული იყო ის კალათბურთზე 9 წელი სერული არავინ არ მაძალებდა ჩემ თავს ვაძალებდი, იმიტომ რომ ვიცოდი სპორტი კარგია, მაგრამ არ შემეწოდა. შენ როგორ მიხვედი იქ, სადაც ბევრი არ არის რეალურად? ხო, როგორც სირბილთან მივედი ძალიან მარტივად, მე დავიბადე გავიზარდე სენაკში, რაიონში და არავინ არ დარბოდა, ანუ ლაპარაკიც არ არის ქუჩაში რაღაც ჯანსაღ ცხოვრების წესის მიმდევარს ვერავის ვერ ნახავდი და მე და მამაჩემ გადავწყვეტათ, რომ რაღაც წონის კორექციის გამო გვერბინა. რამდენი წელს ხარ ამ დროს? ამ დროს ვარ 14 წლის გონია. ძალიან ადრე, მოკლედ ესე გამოდგა, ხო, ძალიან პატარა და
ისე მოხდა რომ მალევე რაღაცა ზონას შეიცვალა დალაგ და body positivity როგორც არის ყველანაირი ზონა მისაღებია თუმცა იმ ზონასთან მივუახლოვდი რომელიც მინდოდა და შეესწავს კომფორტულად ძალიან კომფორტულად გრძნობდი კი და მე მივხვდი რომ ეს სირბილი არ იყო მარტო ეს კარდიო რომელიც რაღაც ფიზიკურად შეიძლება უფრო დაგეხმაროს ზონის დაკლებაში და მე მივხვდი რომ უბრალოდ მომწონს ეს პროცესი და სირბილი არის აი ყველას ვეუბნები ხოლმე ვინც მეკითხება როგორ დავიწყოთ სირბილი და ვეუბნები რომ პირველ რიგში უნდა კონდეთ პრობლემა. იმიტომ რომ სირბილის დროს რაღაცაზე უნდა იფიქრო და ყოველთვის რაღაც სირბილიდან გამოდიხარ ნაკლები პრობლემით ან პრობლემით იგივე პრობლემით რომელიც არ გეჩვენება ისე დიდად. სად არ ვიხარ ეგეც საინტერესო, იმიტომ რომ თბილისში დიდად ინფრასტრუქტურა, პარკები და ასე შემდეგ. კი, ამბავი ის არის რომ 1-2 წლის წინ შემემთხვა რაღაც იაღლიში უნდა მერბინა 70 კილომეტრი მზად ვიყავი ფიზიკურად ყველაფრით უნდა ეს იყო სამეგრელოში სენაკი და მარტულამდე და პირიქით თუმცა ესე სირბილის დასაწყისში მიგვინა ძაღლმა და მაგის მერე დამიტოვა უდიდესი ფობია ძაღლების უსაფრთხო ცხოველების და მამის გამო ვერ დავბივარ ქალაქში და ჩემი საყვარელი სირბილის რაღაცა ტიპი არის ქალაქის გარბენები რაღაც 20-25 კილომეტრი ირგვლივ და ამის გამო რაღაც ტრავმებით ისა ამოვარდი ძალიან ფორმიდან ეხლა ცდილობ რომ დავბრუნდე ისევ ნელ-ნელა და ამის გათვალისწინებით რომ ცოტა ფობია მაქვს ძაღლების დავბივარ ხოლმე ლისის ქედზე დავბივართ მეგობრები ლისის ტბის ცოტა მაღლა დიხარ ბუნებაში ცოტა აღმერთები ასე შემდეგ ძალიან სასიამოვნო გარემო ასევე დავბივართ ქალაქში ხანდახან ბევრი ადამიანი და ქალაქში ირბინება სხვათა შორის თბილისში აღონდ ძალიან ადრე სანამ ეს გამონაბოლქვი რომელიც ცოტათი არ იყოს მაღალია თბილისში აი დილის 10 საათამდე არის ხოლმე ნორმალური სიკარეს ირბინი. მაგასაც მნიშვნელობა აქვს. კი, იმიტომ რომ აი რამდენჯერაც მიცდია რომ ერბინა მაგალითად საღამოს როცა ეს უმაღლეს ნიშნულში არის მანქანების გამონაბოლქვი სულ აი ხველება და ძალიან ჭირს ხოლმე სირბილი ვიდრე რაღაც 6-ზე როცა რაღაცა ცოტათი გასუფთავებულია ჰაერი. ოკეი. შემდეგი კითხვა. წიგნის ხდეს მიხედვით თუ აგირჩევია და რამდენჯერ გაამართლა. მე მგონია რომ ძალიან კარგი მიზეზი არის წიგნი ხდით აარჩიო. კი, მეც გეთახმები და საერთოდ ჩემი ძირითადი მოტივი სანამ უკან წავიკითხავ ხოლმე რა წერია ეგ არის რომ ყდა იქცევს ყურადღებას რა. კი, ანუ მინიმუმ ახლა ცოტა იმად რო შევაფასოთ, შეგვიძლია ვთქვათ რომ თუ კარგი ყდა აქ წიგს, ხვდები რომ გაუცელო, კარგად იმუშაო და შეიძლება ანუ საჭირო წიგნი იყოს. ან ძალიან ცუდი რომლის გაყიდვის საშუალებაც არის ყვა. ეგეც კი, თუმცა მაინც 50-50 კი, თუმცა საბედნიერო რომ საქართველოში გვაქვს რამდენიმე კარგი გამოცემა, რომელიც მესე მკითხველს აბუჩად არიგდებს და კი და თვითონ ისინი ვინც ამ ყდებზე მუშაობენ, ძალიან განვითარებული სფერო და ჩვენთან არ ვიცი, აი ძალიან მაღალ დონეზე არის სხვათა შორის მინდა ვთქვა და მიუხედავად იმისა, რომ მგონი ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული სფეროა საქართველოს საგამომცემლო სფერო, იმიტომ რომ უბრალოდ მკითხველი არის ძალიან ცოტა. მაგის მიუხედავად არის ძალიან მაღალი ხარისხი გამოცემლებთან, მაგალითად ძალიან ვახსენეთ ინტელექტი, რომელიც ძალიან მეყვარს, ასევე სულაკაური, ასევე პოლინომიალი არის ერთ-ერთი ახალ შექმნილი გამოცემლობა, რომელიც სერიოზულად კარგი წიგნებს აკეთებს, თარგმნის უბრალოდ და რამდენჯერ გამიკეთებია, რამდენჯერ გაამართლა, ალბათ ბევრჯერ გაამართლა ყდის მიხედვით არჩეულმა წიგნმა, ხო? ჩემ შემთხვევაში. მეც მიყვარს ყდები და მე ვარ მარკეტინგის მონა ზოგადად. მართლა. რაღაცა კარგ შეფუთვას შემიძლია რომ სული მივხედო. ინფლუენსი შენზე გავლენას ახდენს, ხო, სვის. თუ უფრო მეტად მარკეტინგი ვიდრე კონკრეტული ადამიანების ინფლუენსი. ნახე მაგალითად თუ ვიცი რომ შენ წიგნში ერკვევი და ხო ვიცი რომ შენ ერკვევი თუ რაღაცას იტყვი მე იმას მოვინიშნავ რა მაგრამ თუ რენდომ შევდივარ მაღაზიაში და რაღაცა მინდა ყდით დავიწყებ ჯერ და თუ ყდა არ მომწონს არ მევეკარე ჩვენც მაგალითად მნიშვნელობა აქვს წიგნის ფურცელს ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია ამ ბოლო დროს სულ აპლიკაციაში ვკითხულობ მე აპლიკაციაში ვკითხულობ საბას აპლიკაცია მე ძალიან მოყვარული ვარ საბას აპლიკაციაში მადლობა მათ იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან დიდი კომფორტი საერთოდ არ აქვს არანაირი ინტიმური მნიშვნელობა ჩემთვის წიგნს წავიკითხავ гаджеტში თუ უშუალოდ წიგნს კი მეც მაგალითად საბას აპლიკაცია მაგალითად ელექტრონულ წიგნში ტელეფონში ლეპტოპში გახსნილი და ცალკე ის წიგნიც მაქვს ფიზიკურად და ეგ ძალიან მოსახერხებლად ხდის და თუ მაგის აუდიო წიგნიც არსებობს საბას აქვს აუდიო წიგნებიც ისე აუდიო წიგნებზე რა სიტყვი მე
რაღაც პერიოდი, თუნდაც ვარჯიშის დროს, თუნდაც რაღაც ეგეთი აქტივობებს დროს სახლს რო ალაგებს, საჭმელს რო აკეთებ, ძალიან მოსახერხებელი არის, პოდკასტებივით არის, ზოგადად იკითხება. ხო, ის რომ მე და აუდიო წიგნები დავმეგობრდით, პირველ რიგში მიხარია მე, იმიტომ რომ ძალიან დიდხანს სულად უყურებდი, მაგრამ საბას აპლიკაციას დავიწყე მოსმენა და მეორე რიგში უხარია ალბათ დედაჩემს, იმიტომ რომ აღმოაჩინე რომ სახლს ვალაგებ იდეალურად, როცა მოსმენ აუდიო წიგნებს და ძირთად მაგაში გამყავს ხოლმე დრო რაღაცა შეიძლება 2-3 საათი ისე უსმინო წიგნს და სახლით ძალიან კარგად დავალაგო და ყოფილა შემთხვევა მაგალითად რაღაც დედაჩემ რო ჩამოსულა სენაკიდან და ფიზიკურად არ მომეცა საშუალება რომ სახლი დამელაგებინა, ასე რომ დაიძინა რაღაცები აურიე და მე ვალაგე მე თვითონ ეგ რაღაცები რომ წიგნი მქონდა მოსასმენი. ხო. მე რჩევი სახით ვეტყვი, ვინც ახლა შეიძლება ამ პოდკასტს უყურებდეს, რომ ყოველთვის მომწონდა ფილმებში და სხვა ადგილებში რაც მინახავს პლაჟზე რო კითხულობენ და ბეროს ვერ ვაკეთებდი, იმიტომ რომ არაკომფორტულია შეზლონგზე კითხვა, მზე რო განათებს და ასე შემდეგ და აი აუდიო წიგნები არის идеალური, მაგრამ დროს ცოტა ზღვის ხმაც რო მოდის და თან აუდიო წიგნს რო უსმენ ძალიან კომფორტულია. შემდეგ კითხვა მოგიყვება. კი, მოვიღოთ შემდეგი კითხვა. სულ წიგნებზე არის. ხო, ეს სულ წიგნები და სირბილი. პოლიტიკა მინდა. სამშობლო თუ ვეგანური შოკოლადი. ეს კითხვა არის ინსპირირებული, ისა რა ქვია, ნინი მიხვდა. რა გვარია? არ ვიცი. ნინი ქარსევაძეს. ეს ჯენზია, ყველანი არის ის. აი, ნინი ქარსევაძე ვიცი, მაგრამ რამე ნინი მესე. ქარსევაძეს კითხეს სამშობლოზე მეტად რა გიყვარსო და შოკოლადი. ბევრი რამე, მაგალითად შოკოლადი ესეც. და ვერ მიხვდა რა თქვა. ვეგანური იმიტომ ჩავწერეთ, რომ შენს ვეგანობაზეც უნდა გკითხოთ. მე ვარ ვეგანი და რამდენი ხანია? მე-5 წელი არის, მგონი, ან მე-4. ასთან დამშტოება გაგიჭირდა ყველაზე მეტად. არაფერთან. ხინკალი? არანაირად. ოღონდ მე ვარ ადამიანი. რანაირად ხინკალთან დამშტოება რანაირად არ გაგიჭირდა. აი, არ ვიცი, სიმართლე ვთქვა, იმიტომ რომ ვარ ადამიანი, ვინც რაღაცა დღეში 3ჯერ ხორცს თუ არ შეჭამდა და დღეში 8ჯერ ვეძღებოდა. ყველს თუ არ შეჭამდა, იმიტომ რომ არ ვიცი, მეგრელი სულგუნს ვენაშიც იკეთებს ამე ვიყავი. ეს პროდუქტს არ იღებ, ვეგანი ხარ, ვაიმე. დიახ. და წარმატებები. ხო, და ვეგანებზე ხუმრობდი სხვათა შორის, ხო. ის ვაიმე ღომი, ყველი. ხო, სხვათა შორის რაღაც ვცდილობ ხოლმე რომ აღმოაჩინო ალტერნატივა, როგორ გავაკეთო. ბებიამ როგორ მიიღო? ბებიამ ძიმედ, იმიტომ რომ ბებია ჩემი აკეთებს ორ რამეს ყველაზე კარგად სოფლიოში, მე ესე ვფიქრობ, არის მეგრული ყველიანი კვერები ასე ვეძახით ჩვენ სამეგრელოში, რომელიც შეც უფრო მეტი ყველი არის ძალიან გემრიელი და ვიდრე ცომი და ასევე აკეთებს გებჟალიას. და იცოდა რომ ჩემს ყველაზე რაღაც ამოსავალი წერტილი იყო ეგ. და ვეღარ გაიგო უბრალოდ ანუ იმდენად დამაბნეველი ამბავი იყო რომ მე ერთ დღეს უკვე აღარ ვჭამ და სხვათა შორის ვეგანი გავხდი ახალ წელს, იქამდე ვეგეტარიანელი ვიყავი, მარტო ხორცს ვჭამდი და მას შემდეგ გავხდი როცა წავედი სამეგრელოში, ანუ გადაწყვეტილი მქონდა რომ ვეგანი გავხდებოდი, უბრალოდ ახალ წელს უნდა მეჭამა ეს საბოლოოდ ხაჭაპური და ყველიანი რაღაცები. იცი რა კითხვა, მეგობრებთან ერთად სადმე რო გადიხარ, რამდენად მარტივია ხოლმე რომ შეუკვეთო შენც. ხო. ანუ ადაპტირებული თუ აქალაქი. კი, არ არის. ხო, მის გამო რომ მაგალითად შეიძლება შეხვიდე რაღაც კაფეში ან რესტორანში და უთხრა რომ ვეგანური რა გაქვთ და გეტყვიან რომ არაფერი. და მე კითხავ რომ სამარხო რა გაქვთ და ყველაფერი. და ანუ საბოლოო ჯამში ისე არის რომ ანუ არიციან. ხო, აი ეგ ამბავი არის და ნუ პრინციპში ყველაფერიც არ არის. ხანდახან არის ხოლმე რომ მიწევს რაღაც კარტოფილი ფრიზე გადავლა, ანუ ლობიანზე. ხანდახან იღლები, ან ასე შემდეგ, თუმცა ესე პრობლემატური ეს არ არის. იღლები მაშინ რისთვის, ანუ შენი მოტივი რა არის? ჩემი მოტივი არ არის კვება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ჟამა და კულინარია და ასე შემდეგ, ჩემი მოტივი არის ცხადია ის რის გამოც ხდებიან ვეგანები, ეს არის ცხოველები. და სამშობლო თუ ვეგანური კვება? სამშობლო, რომელშიც ვეგანური კვება არის უფრო კარგად, იმიტომ რომ მე მაგალითად ისიც მშურს, რამდენიმე რაღაცის მშურს ევროკავშირის ქვეყნების, სადაც დავდივარ ხოლმე, ერთი არის ის, რომ ვერცეთ ქვეყანაში ვერ შეხვდები მიუსაფრ ცხოველებს და ცხოველები ძალიან მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ცხოვრების ამეტებზე ხანდახან ფობია ჩამომიყალიბდა და მეორე არის ის, რომ ასევე მარკეტებში ძალიან ვეგანურ ოფშენებს, ვეგანურ არჩევანს ნახავდით. ცხადია ეს არის თავი მიზეზი ის გამოც ევროკავშირის წევრი მინდა გავხდეთ. თავისუფალი სასამართლო სისტემა, ასე შემდეგ ის რომ ჩვენს, ყველა მეს კარგად ვიცით ადამიანის უფლებები. და მე ვფიქრობ ძალიან მარტივად შეიძლება ვეგანების პრობლემა საქართველოში მოგვარდეს, იმით რომ რაღაც მარკეტებში გაჩნდეს რამდენიმე ტიპის ვეგანური
არ ვიცი, ყველი, Beyond Meat-ი, ასე შემდეგ. თუმცა საქართველოში იმდენი რამე არ არის ადაპტირებული ადამიანებზე, რომ ეს ოღონდ სულ ვიძახით, რომ აი რა დროს ეს რა დროს ეს. მე მგონი ეგ უნდა გადავხაზოთ. რა დროს არის ყველაფერი ყველა დროს უნდა იყოს. ყველაფერი ყველა დროს არის, ყველა ადამიანზე ზრუნვა. დროში გაწელა ეს პროცესები და ცუდი შედეგები გამოიღო. ისე კი ზოგადად რაღაც ქართული კულინარია ნაწილობრივ არის კიდევაც ვეგანური, რაღაც იმერული ფხალეულობა და ლობიანი. ძალიან კარგად ერგება ვეგანების რაღაცა. ნიგზიანი ბადრიჯანი. ნიგზიანი ბადრიჯანი. ჩემს საყვარელი საჭმელი ლობიანი და ნიგზიანი ბადრიჯანი. კი, სხვათა შორის. შინაგანად ვეგანი ვარ, უბრალოდ მეც არ შეიძლება. ხინკლის გარეშე მართლა არ შემიძლია. ვერ მეხუტებით. ხა, იმედი ვიქონია უბრალოდ ჩემთვის. შემდეგი კითხვა. ორველი ცხოველების ფერმაში უფრო მეტი ცხოველია თუ ქართული ორცნების პარლამენტში? ძალიან კარგი კითხვა არის. ანუ სად არიან უფრო ცხოველები შინაარსობრივად? ხო. შინაარსობრივად ან თავიანთი ქმედებები. მაგაზე კითხვა პასუხი გასაგები არის ჩემი აზრით რა. ანუ ჩვენს რეალობიდან გამომდინარე, იმდენად უსის ცხოველები გახდნენ, რომ თან საბოლოო ჯამში როგორც ვეგანის პერსპექტივიდან არ ვიცი ამ საუბარში უნდა შემოვიტანო თუ არა. თუმცა აი გექნებათ ნანახი კარიკატურა, სადაც რუსი ჯარისკაცის ფორმაცია ღორს და სიგარეტს ეწევა თუ რაღაც ვაფსი და მაგას ხანდახან ცოტათი ბრაზდები ხოლმე ცხადი არ არის ეგ ბრაზი იმდენად მნიშვნელოვანი დიდსი პროტესტთან რაც ხდება, თუმცა ხო ან ცდება რა ცხოველების ფარგლებს, ანუ საბოლოო ჯამში არ არის რაღაც ცხოველი იმდენად ცხოველები გუყვარს თან. ცუდი არსება, რომ ხო, რომ ესეთი სიგრძეები აკეთოს და არ ვიცი ხო, ესეთ ცუდი რაღაცები, ესეთ უსისხლო რაღაცები, არ ვიცი, ალბათ როგორც ჩანს ადამიანებს შეუძლიათ რაღაც მაგალითად არ ვიცი რაც ხდება სასამართლოში და ეს ამჯერად რო გვიწევს რომ რაღაც ნახატების საშუალებით გავიგოთ და იქიდანაც გასაგები არის რომ რამდენად სისასტიკე შადიან და საერთოდ კანონებს რასაც იღებენ და ისტორიებს რომელსაც თხზავენ ადამიანებზე და ტყუილებს რომელსაც გვაჯერებენ და როგორი სულები წარმოუდგენიათ მე მგონია რომ არ ვიცი ვერც ერთი ცხოველი ვერ ისამდა მაგას იმიტომ რომ ცდება ყველაფერს რა და ხო თურმე ადამიანებს შეუძლიათ. ადამიანებს შეუძლიათ როგორც ჩანს და მე არ ვიცი ყოველთვის რაღაც მედიცინასაც რო ჩავაბარი ყოველთვის რაღაც ალტრუისტულად უყურებდი ყველაფერს და ჩემთვის ამოსავალი რელიგია იყო ადამიანი ყოველთვის და ვერასაც ვერ დავიჯერებდი თუ მსგავსი რაღაცის ესე პირადად შემსრე გავხდებოდი მიუხედავად იმ ისტორიული ფაქტებისა რაც ყოველთვის ხდებოდა და ხდება და ჩემს რეალობაში როცა ამ ფაქტის წინაშე აღმოჩნდი უბრალოდ გაუგება რა ამბავში მოვხვდი და თან ესეთი ამბები ხდება რაღაცა საბოლოო ჯამში ყველამ რაღაცას ანათესავში არა, მაგრამ შეიძლება ძალიან დიდ სანაცნობო წრეშიც ნახეთ ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს ამართლებს და ხო, ძალიან რთული გადასატანია ხო. ხო და მაგას რომ ამართლებ რაღაცნაირად ხო ტოლდები იმ ცხოველს. ადამიანი ყველაზე დიდი ცხოველი თუ არის. უკეთესი ხარ. კი, შეიძლება. ცხოველთან გატოლებას კიდე არა უშავს, ანუ იმასთან რომ ტოლდები რაც ორველმა აღწერა, მაშინ ჩემს ძარცნაცავი ხარ და ას მეგობარი და არაფერი. ჩემს მატოლობის ნიშანი და არა უშავს და ეხა ის მერე რა რომ თუ გაცხოველდა და მაინც ბემბაკს მასთან ისტორია და წარსული გამოსილება და it's okay არ არის ეგ it's okay. ხო, მესმის. ეს ზუსტად მაგ ეტაპზე ვართ რომ თუ არ გაჭერი ნაჯახით მაშინ ის დამპალი რაღაც არებია შენც აუცილებლად შეჭამს და მოგედებ. აბსოლუტურად. თან ვიღაცები ამბობენ რომ თანდათან გადავედით ამ პროცესში და იქამდე შეიძლება ვიღაცები ასე მეგობრობდნენ ასე შემდეგ და მე პირადად არ ვარ იმდენი წლის რომ მაგალითად 2017-16 წლებში რაღაცა ვინმესთან მსგავსად შეხედულებებს ჩავამეყალიბებინა თუმცა ამ ბავშვობიდან რასაც ვერ ვიტანდი იყო ეს ვიღაცის ხარჯზე ხელის მოთხოვა და ჩემი აზრით აი ესეთი დეტალები შეიძლება დაიწყოს ის უბედურება რაც ხდება და რაღაც ჩემი თავი ყოველ შემთხვევაში მაგას ესწრაფვის რომ პირველ რიგში არის სიმართლე შენ ჯენსი ხარ კი და რაღაცა გულწრფელობა შენ საქმეში არ ვიცი ცოდნაში და ასე შემდეგ და აი არ ვიცი კრიშას რასაც ეძახიან და მსგავსი რაღაცები გვინდა რომ ქართული ოცნების მენტალი რასაც შენ თვითონ ქმნი ეგ დაინახოს ყველამ და რა ის და ამ თაობამ კიდე არ იცის აი მაგალითად ჩემი და 16 წლისა და კრიშა რო უთხრა ვერ მიხვდება საერთოდ რას ნიშნავს და თუ აუხსდი ზუსტად ვიცი რომ იკითხავს რომ ეგ რანაირად
არ ესმით და ეგ მომწონს რა აი ჯერ არ ესმით და იმედია ვერ გაიგებენ იმიტომ რომ ესენი დაიბადნენ ინტერნეტის ეპოქაში თავისუფალ ქვეყანაში და ასე შემდეგ და ეგრე მეგონა რომ 37 წელს რასაც ვკითხულობდი მაგას ვერ მოვესწრებოდი მაგრამ მოვესწარე ჩემმა დიდბებია რასაც ვფიქრა ვერ მოვესწრები ყველაფერს მოვესწარე პანდემია მესამე მსოფლიო ომი და ყველაფერი გამიარეთ მაგრამ ხო არ ვიცი კინოაში შოშოს მე ჯენზი ვარ თაკო შენ მე არა ხო, თუმცა მგონია რომ პოსტსოვიეთ ქვეყნებში ცოტა უფრო გვიან იწყება ეგ ჯენზი, იმიტომ რომ რაღაცებს ინტერესებით და გამოცდილებით უფრო მილენიალებთან ვადარებთ ჩვენ თავს და ალბათ უფრო გვიან დაიწყება. შენ მეწლის ხარ. მე დავიბადე 2000 წელს ზუსტად. შენ სამწით პატარა ხარ ჩემს და მე ჯენზი ვარ, თქვი ვიძახით და შენ ჯენზი ხარ. არ ვიცი. ეს გამოცდილებას გულისხმობს და კი ეგრე არის, იმიტომ რომ ეგრეა ხა ის გამოც ჯენზი არის ჯენზი. მე ვფიქრებდი რომ შეიძლება ჯენზი ვიყო. იმიტომ რომ ახლა დასავლეთ პირველი წელი ვარ რა ამ ჩემი 97-დან იწყება. აი დასავლეთის ქვეყნებში კატეგორიზაციის დროს ჯენზის რა იმასე თუ ისევსაც აწერენ, მაგას არ ვიცი. არც შენ და არც მე არ მგონია რომ არ წასახად კი. მაგას ჩამოვჭით. კარგი. ანუ ეგეც ხო იმას იჩვენებს, რომ იქ დასავლეთში ვინც არის ეხლა ჯენზი 97-იანი, ანუ ის ჩვენ დავკარგეთ ეგ ყველაფერი რა. დავკარგეთ. ჩვენ დავიწყეთ რა ვიცი, 10 წლის მერე მივხვდი რომ შეიძლება ჯენზი ვიყო. ხო. შეიძლება რაღაცა პრეტენზიის უფლება მქონდეს. ჩემ თავზე არ ვსაღებავ. ჰიპ-ჰოპი და პოეზია. და იყო თუ არა ქართული პოეტი, ვინც ჰიპ-ჰოპს ერდა უბრალოდ თვითონ არ იცოდა. ძალიან კაი კითხვა უბრალოდ. ან იქნებოდა კარგი ჰიპ-ჰოპ არტისტი. ჰიპ-ჰოპზე და პოეზიაზე როგორ ორივე გიყვარს და? ძალიან მიყვარს ჰიპ-ჰოპი და რაღაცა ამას წინ ჩემს მეგობართან ვიხატავდი ტატოს და მას აქვს რაღაც ზურგზე არის, ამიტომ პირველ პოდკასტის და ექსკლუზივის მიუხედავად ვერ გავიხდი. ხო და ის რაღაც ყოველი ტატოს კეთების დროს რაღაც ვიდეოს აკეთებს და იქ საუბრობდით, რომ ძალიან მიყვარს ქართულ ენაზე, მუსიკაზე გარებილი, ყველაფერი მიყვარს და არ უსმენ და უსმენ ყველას, გარდა 1-2 ადამიანისა, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ რატომღაც ჰიპ-ჰოპი უნდა გამოიყენებინ და თვითონ საკებრად და არც მარტივია მაგის გამოცნობა, იმიტომ რომ ჰიპ-ჰოპი როცა გადაწყვეტს, რომ ვინმე აქოს, ანუ კონფორმიზმში გადაიზრდება. ხო, აი ეგ შეუძლებელია, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში აი დაალაგებულ ქვეყანაშიც, არ ვიცი, აი ყველაზე განვითარებულ ევროპულ ქვეყანაშიც ჰიპ-ჰოპ არტისტი ყვება ამბებს იმ საზოგადოების გაჭირვების შესახებ, რომელიც ირგვლივ არის და რაღაცა შენ ვერ გამოხვალ და ვერ იტყვი რომ რაღაცა მამა ჩემი მაგარია და თქვენ გიშველით არჩევნებზე შემოხაზეთ. ეგ არის სიგიჟე. ნუ კიდე არიან 1-2 ასე შემდეგ. და უცებ გადავხვდით იმ კითხვაზე, ვინ იქნებოდა კარგი ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტი, პოეტი. ხო, ალბათ ისე ვთქვი. სანამ გადავხვდებით, ჯერ ფინალი არ ყოფილა, ხო? ბეთლის ფინალი არ ყოფილა ჯერ, არც ჩანიშულა. ეს ივლისის ბოლო კვირას გავა. აგვისტოში იქნება ის. ხო. ნუ ალბათ როცა გავა ჩანიშნული იქნება. და როცა ეს სეზონი იწყებოდა, ჩემთვის რამდენიმე ფავორიტი ადამიანი იყო და ვიცოდი რომ ფინალში იქნებოდა ან Skyresi, ან Contra, ან Kami და ისე აღმოჩნდა რომ თარჩა Skyresi Kami-ს ინახავდე და მე ვარ ძალიან ბედნიერი ადამიანი, იმიტომ რომ ეს იქნება ერთადერთი ბეთლი, რომელსაც უყურებ და არ ვინერვულებ, იმიტომ რომ ძალიან გამხერდება ორივე ადამიანის მოგება, იმიტომ რომ არიან ძალიან კარგი ახალგაზრდები, ძალიან სწორი პოზიციით, შეძლეს რომ როცა გამოჩნდნენ იქიდან დღემდე იპოვეს საკუთარი ხმა, საკუთარი ტემპი და ხო ორივეს დიდი გულით გულშემატკივრი. ხო, პატარები არიან და ძიების პროცესში არიან და მიუხედავად ამისა. ხო, 19 წლის არის როგორც მახსოვს ორივე თუ რაღაც სხვას. კი. 20-ზე მეტის არც ერთი. 20-ზე მეტის არ არიან და მაგარი ბიჭები არიან ძალიან და ხო, სხვათა შორის აქციებზეც ძალიან ბევრი მათგანს, მათ შორის Sky-ს ჰქონდა ყველაზე კარგი მუსიკა, რომელიც მინახავს აქციების განმავლობაში და რასაც ვამბობ ხოლმე აქციების დროსაც განსაკუთრებით ვსაუბრობდი მაგას, რომ რაღაცა მიმდინარე პროცესების დროს მაგალითად ლიტერატურას ძალიან უჭირს, რომ რაღაცები გააკეთოს, მაგალითად წიგნი რაღაც აქციების დროს ეგრევე მაგაზე ვერ დაიწერება. შეუძლებელია. რაღაც კუთხით შეუძლია პოეზიას და მაგას აკეთებს ხარანაული ვხედავთ და ყველაზე კარგად შეუძლია. საუბრობთ ალბათ ზვიად ხო. რატიანი თავზებოთ უნდა ვახსენოთ. აუცილებლად ზვიადიანიც, რომელიც არის ჩემი საყვარელი პოეტი, სიმართლე ვთქვა, დღეობით ზვიადიანი არის ჩემი ყველა საყვარელი პოეტი.
თავისუფლებას ვიადრატიანს და მაგაზეც ვიტყვი რაღაც წასმერი კიდე და ყველას კარგად ამაქციების დროს შეეძლო და ზოგადად ყველა პრობლემაზე ყველა სწრაფი რეაგირება შეეძლო ჰიპ-ჰოპს და ამ ადამიანებმა შეეძლოს და მათ შორის Skyres-მა გააკეთა საოცრად კარგი მუსიკა, რომელსაც მე ყველაზე მეტად მიხარია, რომ ბავშვები უყურებენ ძალიან აქტიურად და უსმენენ და იზიარებენ მათ აი ამ პოზიციებს, რა შეწორებია. ადამიანები, რომლებიც ამ კულტურაში არიან, მაგის გამო რომ არასწორ მხარეს იყო, შეიძლება რომ უბრალოდ დაგაკენსელონ არ ქვია, ვიცი, მაგრამ ამის გამო კი. მასტერი. პოეტი, ხარანაული ახსენე. ხარანაული ვახსენე, თუმცა ჰიპ-ჰოპზე წეგან თქვი და ჭილაძე. ჩემი აზრით ძალიან ახლოს არის ჭილაძე სიმღერასთან. და ყველა რითმა იდეალური არის, ყველაფერი ერთმანეთთან ჰიპ-ჰოპისთვის შეთანხმებული. აი ესე არ მიფიქრე. თაკო წერდა ამ კითხვას და მე ვფიქრობდი, რომ შეიძლება მაგათი ნიკო გომელაური გაახსენდეს თქო, იმიტომ რომ ჩემთვის რაღაცა ჰიპ-ჰოპის ჟანრთან შინაარსობრივად ეგ იყო. მიხვდები, რომ ჩემი საყვარელი პოეტი ნამდვილად არ არის კი არა და ახლოსაც არ. ხო. იმაზე არ მიფიქრე, რომელიც შეიძლება გაირებოს. თუმცა მეგობრები ვაკეთებთ ხოლმე ესეთ რაღაცას, რომ რაღაცა გიტარაზე რაღაც რითმას ავიღებთ და ყველაფერი რაც ტექსტებზე პირად გვახსოვს, თუნდაც ჰიპ-ჰოპ არტისტების ლექსების მაგას ამ რითმაზე ვღერით და ყველაზე ხშირად გვიმღერია მთაწმინდის თვარი მაგალითად და არის გალაქტიონი იქნებოდა რეპერი თუ არა? გალაქტიონი. რაღაცა ფინალში გალაქტიონ ტაბიძე versus ტიციან ტაბიძე და ძალიან სერიოზული ჯახი იქნება. ბიფი რო ექნებოდა ხო და ზვიადრატიანზე რაღაცა რატო არ გულდამშვიდებით ის არის რომ ორი დღის წინ შემხვდა პოსტი ნიკუშა კაციას ძმა წერდა თუ სწორად მახსოვს რომ ერთ საკანში მოხვდნენ ნიკუშა კაციას წერილი იყო რომ ჩემს საკანში არიან გიორგი ახუბაძე და ზვიადრატიანიო და რაღაცა როცა ვკითხულობდი და ქუჩაში მივდივარდი და გავჩერდი და ნეტა ეხა ამ საკანში მეც იყო იმიტომ რომ რაღაც სამი არაჩვეულებრივი ადამიანი ჩემს საყვარელი პოეტი რაღაცა უკარგესი ექიმი და შეგვიძლია მაგაზეც ვთქვათ რა რთული არის ამ ქვეყანაში ამ გაუმართავ ჯანდაცვის სისტემაში ესეთი გამორჩეული ექიმი იყო როგორც გიორგი ახუბაძე არის იმიტომ რომ თვითონ უყვარს ადამიანები და თავისი პროფესია კი და არა მარტო პროფესიაში შემეცნების კუთხითაც კი ყველა გამოსვლაში ეგ ამიტომ ზისიქსაც ის რომ ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარებოდა და ინფორმაციით და მესამე ადამიანი ნიკუშა კაცია რომელსაც ვიცნობ და რომელიც არის არ ვიცი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე კარგი გულშემატკივარი და რითაც ძალიან მოფასებ თქვენი კოლეგა ასევე და ძალიან კარგი პროფესიონალი და ეს სამი ადამიანი ერთად რაღაცა განსხვავებული პროფესიის ადამიანები განსხვავებული საუბრის სტილის და ექიმი პოეტი და ჟურნალისტი ერთ საკაში ციხეში რაღაცა სიუჟეტის ისე და მან დაკლია კონტენტ კრეატორი და სიამოვნებით ვიქნებოდა შემდეგ კითხვა არის კაცები არტერიან რა დაგვიშავა კაცებს ამ და სხვა სექსისტურმა ჩარჩოებმა ამ გარემოში სადაც ცხოვრობთ მე ვფიქრობ ხანდახან უცნაური კითხვაც არის და რაღაც ძალიან კარგი გააზრება ჭირდება იმიტომ რომ ამ გარემოში სადაც ცხოვრობთ რაღაცა უფრო მეტად ჯანსაღი საზოგადოება აქცევს ყურადღებას და სავსებით ბუნებრივადაც დაცხადია სწორი არის ქალების უფლებების ამდენადაც ჩვენ ხედავთ ფემიციდს და არა მარტო ქალების უფლებების რაღაც სრულყოფილი ყოფას მათ შორის პარლამენტშიც რაღაცა მე მახსოვს უცებ უნდა გავიხსენო ეგ ამბავი რომ როცა გვაძლევდნენ ეს კანდიდატის სტატუსს მაგ დროს ჩათვლილად ჩაგვითვალეს პუნქტი სადაც ქალების უფლებებზე იყო საუბარი და ნინო წილოსანი იყო როგორც მახსოვს ამ კომიტეტის ხელმძღვანელი და მაგ დროს ხდებოდა ის რომ რაღაც ჯერ ძალიან ცოტა ქალი არის პარლამენტში და მე ვინც გაბედა ეს ამ ხელაწნეხს მიუხედავად იმიტომ რომ ქალი პარლამენტარები არის ძალიან დიდი წნეხი რაც არ უნდა იყოს იმიტომ რომ კაცურ გარემოში ხდები რთული გზათან სანამ აკადემიურ შენ შრომას მილიონჯერ ითვისება აბსოლუტურად და უცებ დგება და კაცი რომელსაც რაღაც ქალი პარლამენტარის მიმართ აქვს რაღაცა წინააღმდეგობა კი არა ეუბნება იმას ის გამო შეიძლება კონდეს ეს წინააღმდეგობა არამედ ისევ მის ქალობას უსვამს ხას და ეუბნება რომ არ ვიცი შეუძლია უდაოდოთ რომ მოუთხნელი ქალი არის ხო როგორც მახსოვს და ამ გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ქალებზე საუბარი. ოდიშარიამ თქვა მე მგონი. კი, ბექა ოდიშარიამ უთხრა ესეთი რაღაცა ხო. გავახსოვთ მაყურებელს ოდიშარიას სახელი. კი, ტოქსიკური მასკულინობის გავლენა, პატრიარქატის გავლენა და საბოლოო ჯამში მე კიდევ ერთ ძალიან ბანალური და არასწორ შეფასებას შეიძლება გავაკეთებ, მაგრამ ჩემს გოიმობა არის ეგ რა. აბსოლუტურად გოიმობა არის. ანუ როცა რაღაცა შაბლონებში ექცევი და ამის ისე ჯერა რომ მე ავრცელებ, გოიმი ხარ. ანუ გაუნაცვლებელი რაღაცა ტოქსიკურად მასკულინური და თან გოიმი. ხო. და ეგ აყალიბებს ზუსტად იმ ჩარჩოებს, რომელიც არამარტო ქალებს უდავს, არამედ უდავს
მამაკაცებსაც ხო, ანუ რაღაც შარჩო არის, სადაც აი ეგ რაღაც დაკავშირებულია ხო მთელი ბავშვობა და ასე შემდეგ რო გზრდიან რომ კაცი უნდა იყო ქალმაშ ქალის ჭკუაზე არ უნდა იარო არ შეიძლება დედებიც აკეთებენ ძაღლში ქალებიც ხშირად აკეთებენ იმიტომ რომ ეგენც მასე გაიზარდნენ ეგენც ოჯახშიც სავსე შესაძლებელია ასე შემდეგ და რაღაც ჯაჭვი არის რომ კაცებსაც აზიანებთ მე ეს კაცები ისევ ქალებს აზიანებენ და ეს რაღაც გაუთავებელი ეს ქალები ისევ ბიჭულებს აზიანებენ და ასე შემდეგ აი ბავშვი წაიქცეოდა ტირის და ვერაჩვები და აი რა გატიროს ბიჭი ხარ აქ დაინწყება კი როცა მთელი ბავშვობიდან მოყოლებული ახალგაზრდა მამაკაცი მიზდები გარემოში სადაც ესეც რიგიჟებს გაჯერებენ რომ რა ვიცი მართლა იმდენ მაგარი კაცი ხარ როცა შეგიძლია რაღაც შენი ფლობელობაში იყოს ანუ იქ სრუნვა არ არის აი სრუნვა არ ჩნდება მან ეგ სიტყვა არის ფლობელობა ქალის მიმართ არა მარტო ქალის მიმართ აი მიწის მიმართ საკუთრების მიმართ რაღაც გავშის და უფრო მაგარი ხარ თუ რაც უფრო მეტი არის მაგალითად თუნდაც ქალის შემთხვევაში რომ ეს რაღაც ჰიპერსექსუალობა არის და ასე შემდეგ და ძალიან რთული არის მაგ გავლენიდან გამოსვლა და ძალიან მოწყვლადი ხდება ახალგაზრდა რა და რაც უფრო დრო გადის მით უმეტეს უფრო რთული ხდება მაგის წინააღმდეგ სვლა და აი ზეგანოს თქვით მაგალითად შეიძლება მსხვერპლიც იყოს ამ გავლენის გამავრცელებელი და ეს ერთმანეთს შობს ასე თუ ისე და ეს ტოქსიკური მასკულინობა იმდენ ძლიერი არის რომ ითრევს როგორც მამაკაცებს ასევე ქალებსაც რომელიც თვითონაც შეიძლება იყვნენ მსხვერპლები ან გამავრცელებლები და საბოლოო ჯამში ემოციების შეკავებას ასწავლიან და ეგეც ემოციების შეკავებას ხადია ხო და შეიძლება ანუ მამაკაცი რაღაც თელი ცხოვრების მანძილზე ისე გავიდეს რომ არასოდეს არ ელაპარაკობს რაღაც უხებს და მიუხედავად იმის აი გოგოები რასაც უზიარებენ ერთმანეთს გოგოშკურად კაცები არ ვიცი მაგას გოგოშკურად კი არა კაცებს ემოციის შეკავებას ზოგი უსამ რაღაცებს ავალებენ აი მაგალითად მე გამიგია და ისაც ხო ხედავთ კაცო აი მაგალითად მივდივარ სამძიმარზე პანაშვიდზე და კაცი რო შიგნიძის უხერხული ტონია მიცვალებულთან კაცი არის ის შენ არიც იმიტომ რომ ქალი ხარ ჩვენ ეგრე გაგუზარდეს რომ კაცი უნდა იდგეს კარებში და შეეგებო სტუმარს და რატო დავიღალე შევიდი და დავჭდები ისაც ქალების ხედან მე რა მაგრამ ქალები ცალკე იმა თავის საქმეთან უნდა იტირონ და კაცმა არ უნდა იტიროს და ამიტომ უნდა იჯდეს კარებთან და უნდა შეეგებო სტუმარს და მოაგვაროს ქელეხის ამბები და მოაგვაროს რას და ქელეხში ცალკე ხედან თუ სწორად ხსოვს ქალები და კაცები რა ქელეხში რაღაც ამდენჯერ ქელეხში არ ვარ მენაყოფი არ ხშირად არის რომ სხვადასხვა მხარის ზოგადად ეგ სუფრის სტილი არის არა სუფრის სტილი რა ანუ ჩამოყალიბებული ის არის სუფრის სტილს თუ ვიყვებით ქალი კუხრაშია სამზარეულოში მაგრამ მატერიალზე კუხრაში კი და ანუ მე პირადად არ ვიცი ძალიან ბედნიერი ვარ შემიძლია ამ ემოციას გამოხატვა და შედის რაზე გეტირება ხშირად აი თუ არის რამე ესეთი რაზე შეიძლება უბრალოდ 1-20-მიანი ვიდეოზე ამეტიროს აი ეს ძალიან შემთხვევით ამბავზე აქციების დროს ძალიან ხშირად მეტირება და ძალიან ჩვეულებრივ ადამიანურ რაღაც ქართულ ამბებზე და არ ვიცი ყველას გვახსოვს ის ამბავი მესამე მოსმენით რომ მიიღეს რუსული კანონი და ყველა ვიდექით და ვტიროთით და პრინციპში ეგ არის ჩვეულებრივი ამბავი ეგ არის სამშობლოს ხალათი სხვა არაფერი არ ქვია მაგას თუმცა შეიძლება ამეტიროს რაღაც წიგნის ერთ მონაკვეთზე რაღაცა არ ვიცი ფილმის ნაწილზე უბრალოდ რაღაცა მეგობრის ნათქვამ რაღაც მოყოლილ ამბავზე და ყველაფერზე და ხო ეს ექსპრესია ემოციების მით უმეტეს და ამ კონკრეტულ შემთხვევაში კაცის ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ რაღაცა შენს მენტალურ ჯანმრთელობაზე აისახება და რაც უფრო კარგად ვართ მენტალურად ჯანმრთელები უფრო კარგ რაღაცა ჩვენ სირული კარგ გარემოს გქონით და თუმცა ტილი გეხმარება გამომჯერთელებაში ხო ცხადია ტილი ჯანმრთელობაა ჩემი ესეთი კი თვალს უსწორებს შენს პრობლემას რომელიც გააქვს და არა მაგრამ აი მე მაგალითად მესამე კანონი რომ მიიღეს მაგას ვერ ვიტირებდი მე გაბრაზების დროს არ ვტირი მაგრამ გული მიჩუქდება ძალიან მარტივად აი გაბრაზების დროს აი ნანა მოლაშხე თუ მალაშხე რომ დროშას იქნებს მაგაზე შემიძლია რამდენჯერ ვსნახებ იმჯერ ვიტირო ხო აი ძალიან ბევრი ხო და კიდევ მენტალურ მდგომარეობაზეც არის დამოკიდებული. მე ბავშვობით ესეთი ვარ. მართლა. აი მე ბავშვობაში მე ყველაფერზე ვტიროდი. მე მითხრეს რომ რაზე ტირი ხარო, თუ რატო ტირი ხარო, თუ რაღაც ანუ რაღაც ერგობები რომ ტირელების პოდკასტი. ხშირად რატო ტირი ხარ, თუ რაღაცა მახსოვს რომ აი მთელი თინეიჯერობა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, ანუ ეს იყო ჩემი პერსონალიტის ნაწილი, რომ რკინის ლედი უნდა ყოფილიყავი. ანუ გოგოებსაც განხოვენ მაგას და კი, როგორც ჩვენს არის და ხო არის და მე ძალიან აი შეიძლება არ ვიტირო, მაგრამ ისე ამიჩუქდეს გული რომ და ბრაზის შემთხვევაში ვაკეთებ ისეთ რაღაცას
არ ვიცი შეიძლება თქვენიც ეგრე იქცევით, უბრალოდ როცა ბრაზდები ვინმეზე ან ამას მივდივარ სახლში და წიგნებს ვკითხულობ და მქონია რომ მე სერიალებს ვუყურებთ, ანუ წიგნის რომელიც მიყვარს, მაგრამ ჩემი დაცლის საშუალება ტირილი მიყვარს, ხალხო რა ვქნა, ხა მიყვარს. მე ფიზიკური აქტივობა. გრეის ანატომიაზე ტირი ძალიან ცხარეცრემლებით და მერვე წელზე ვუყურებ 27 სეზონია და არ თავდება არასდროს და როცა ვუყურებ ვუყურებ და სხვის გაჭირვებაზე და სხვის აი შიგნით რაც ხდება ეს ემპათიაზე მეჩუქდება გული საშიარად, იმიტომ რომ ძალიან არა ემპათიურ საზოგადოებაში ცხოვრობ სამწუხაროდ და აი ესეთ რაღაცებზე მე ტირილის დროს ვიცლები და ისე კარგად ვარ. აი ძალიან მარტივი ადამიანურ გამოვლინებებს რო ხედავ და ხო, რა კარგია. შეიძლება რომ ნამდვილი ადამიანები არსებობენ და მე რო იაზრებ რომ ეს ფილმია ლუკრე მან არის ყველაზე რთული რომ ის იქ ხდება, იმიტომ რომ შოდა რაიმსმა ეგრე დაწერა, მაგრამ რეალურ ცხოვრებაში რო ხდებოდა. იცი კიდე აი ფილმზე გამახსენდა რეალობაზე. პოსტი ეწერა აღარ მახსოვს ვის ზვიად რატიანზე რომ რაღაც ბევრი წლის წინ უბრალოდ ჩემი ლექსები ჩაუგდეო თუ ტექსტიო ზვიად რატიანს ასაკითხადა და მე რომ მომწერა რაღაცა ვეღარ უპასუხე კარგად და უთხარი რაღაც სამტყუში ვიყავით ბავშვი იყო ავადო და რაღაცა ერთი დღის თავზე ზვიადი დავადგა სამტყუში ადამიანს რომელსაც საერთოდ არ ვიცნობდითო და ყველა პროდუქტიო მოგვიტანაო რომელიც ესე ძალიან მჭირდებოდაო და აი მივხვდი რომ აი არ ვიცი აი ესეთ ხალხთან ცხოვრობ და მაგაზე ისე ავჩუხდი რომ თან ისე კარგად ეწერა და ნუ ძალიან ჩვეულებრივი ამბავი არის და ძალიან გასაგები და ხელშესაღები და ისე არ ვიცი ისე ავჩუხდი რომ ვიჯექი და ვფიქრობდი ზვიად დატიანს რომელიც ახლა ციხეში ზის და არ ვიცი ხო კიდე ბევრი კარგი ადამიანი მათ შორის გიორგი ახუბაძე რომ ის გამოსვლას რო უყურეთ სადაც ყველას გასაგები ამბავია რაღაც ყველა ხვდებით რომ სამართლის ომი მართავს სადაც ეუბნება რომ რაღაცა ყველა მონაწილეები არიან იმ ტრაგედიის რომელიც მის ოჯახს ატყდა. თუმცა როგორც გიორგი იტყო და ჩიტას ფრენა არ აღწდებათ. თუმცა სამწუხაროდ გიორგის შემთხვევა არ იყო ერთადერთი ტრაგედია რომელიც ოჯახში დატრიალდა რომლებიც ადამიანები ციხეში ხედან და მათ გარეშე მიდის ცხოვრება და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებს კარგავენ და ვერც ემშვიდობებიან წესიერად. და ადამიანებს კარგავენ იმიტომ რომ ნერვიულობენ მათ ციხეში ყოფნაზე. სამართლოდ ყოველყას. ონის ეს ამბავი იყო ეგეთი და ჩვენ გვახსოვს მიმართვა და რა სიგიჟეა საერთოდ როცა სასამართლომ დაკეტა კარები ყველასთვის და ყველაფრისთვის რომ ჩვენ გავიგეთ მხოლოდ იმ კეთილი ადამიანებისგან რომლებმაც შეძლეს რომ რაღაცა ფურცელი და პასტი ჩაეწერა ტექსტი სადაც ონის ეუბნება მოსამართლეს რომ მის მამას და მის გვარში საერთოდ არავის არ ეზოხებდა გული მაგრამ მისი მამა გადაიცვალა რაღაცა გულის პრობლემით სახლის ჭიშკართან და ხო არ ვიცი ეგ არის რაღაც სხვა არის სადაც ადამიანები იაზრებთ რეალობას და ვიღაცები როგორც ჩანს ამას თვალს არიდებენ მე მინდა რომ პოზიტიურად ავამთავროთ ეს ნაწილი ჩვენი პოდკასტის და ახლა რომ ვლაპარაკობთ მაგალითად რატიანზე, ახობაძეზე, ონის ეცხადაძეზე და სხვებზე და ყველაზე და მზე ამაღლობაზე ჩემი პირადი უმთავრესი ტყივილი როგორც კოლეგის და როგორც ერთ-ერთი ქალი პოლიტიკური ტყვის ამ ქვეყანაში ერთადერთი აღარ არის დროებით აღარ არის ხო მაგრამ მოკლედ პოზიტიურად მინდა ის დავამთავრო რომ ერთხელ პატარა ისტორიას მოვყვები, ვიღებდით დილის გადაცემის ფინალური ეპიზოდს და მე ვიყავი წასული სხვილოს ციხეზე, რომელიც არის ქართლის რეგიონში და როგორც კი მიდიხარ იმის იქეთ არის ოკუპირებული ტერიტორიები და მაშინ ვაჟა გაფრინდაშვილი იყო ციხეში და ამ წინა საახალწლო გადაცემაში ვამბობდი რომ აი ჩვენ ახლა თბილად ხვდებით ახალ წელს სახლში და ვაჟა ხვდება იზოლატორში და უნდა გვახსოვდეს და ეს იყო მაშინაც ჩემი თავის ატყვევი რომ ადამიანი იყო ტყვეობაში და მაშინაც წინასწარ ჩავწერეთ ერთი კვირით ადრე და სანამ გავიდოდა გადაცემა ეთერში ორი დღით ადრე გავიგე რომ გამოუშვეს ანუ ის ჩაიშალა და ეგ იყო ყველაზე დიდი ბედნიერი ჩაშლა რაღაცის თუ შეიძლებოდა რომ რაღაც გაფუჭება ყოფილიყო ბედნიერი და ეს გადაცემა რომელსაც ახლა წერთ ალბათ სამკვირაში გავა და იმედი ვარ რომ მაშინაც ესე ჩაიშლება აი ეს ლაპარაკი იქნება ტყუილი და აღარ იქნება ამის ჩასმა საჭირო. ხო იმედია ბევრი ამოჭრა. პრინციპში ამოჭრა შეიძლება არ დაგჭირდეს თუმცა ხო იმედია. შევინახოთ რომ სამკვირის თუმცა ისე სწრაფად ვითარდება ამ ქვეყანაში მოვლენები რომ შეიძლება რომ ყველაფერი მოხდეს. შეიძლება ითქვას ჩვენ და სასიკეთოდ რაღაცები ვითარდება. ნუ არა ვერ ვიტყოდი. მოდი ამას ვერ რადიკალურად სასიკეთოდ არა, თუმცა ვითარდება და ალბათ რაღაც დიდ პერიოდში გამოიღებს შედეგს. თავარია რომ გავუწყოთ და თავარია რომ არ დავნებდეთ. ხო. კი. ძალიან მადლობა და კიდევ ერთხელ თავისუფლებას ინდესის პატიმრებს, თავისუფლება იმ ყველა არაჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც ჩვენს გვერდით უნდა იდგეს და ახლა იზოლატორში, თუმცა ციხის კედლებში არიან მოქცეული.
სამშობლო სიყვარულის. გამარჯვება საქართველოს და ლუკრე, მადლობა რომ ამ ჩვენს რაღაცა ექსპერიმენტულ პირველ პოდკასტში მიღე მონაწილეობა. ამას არ დაგივიწყებთ არასდროს. მადლობა. გადაგვეხადეს. Sorry, კარი. ეს მონაწილე ყველაზე კარგი და კიდე კეთილად. ძალიან კარგი. სამშობლო